გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს სამშაბათია, ორშაბათის მომდევნო დღე. აგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას მეცხრე არხზე. ხელშუა დღე ძალიან მალე დაიწყება. ტრადიციისამებრ ჩვენ გავეცნობით ახალ ამბებს ნატა ასათიანთან ერთად. მოგესალმები ნატა. გამარჯობა შალვა, საათის მთავარ სიახლეებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე 2009 წლიდან 2013 წლის აპრილამდე იყო. 2013 წლის 12 აპრილიდან დღემდე კი კომისიის წევრის თანამდებობა ეკავა. შეგახსენებთ, დროებითი საპარლამენტო კომისია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობას უკვე სწავლობს. კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალიან ბევრი საკითხი დგას დღის წესრიგში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკლამო ბაზარი, ინტერესთა კონფლიქტი და კომპანიებისათვის გადასახადების დაწესებაა, რომელიც შესაძლოა არაკანონიერად, არათანაბარ პირობებში ხდებოდა. კომისია ასევე შეისწავლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების საქმიანობებსაც. ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე მეტად ჩანს ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ყველასათვის კარგად არის ცნობილი მისი წილების შესახებ სარეკლამო კომპანიებში. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დათვისა და ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოადგენს, რის შემდეგაც გადაწყდება რა რიგითობით უნდა მოხდეს მტკიცებულებების გამოკვლევა საქმის არსებით განხილვამდე. დღევანდელ პროცესს გიგი უგულავა თავად ესწრება. უგულავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აპირებს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში დაამტკიცოს. პროკურატურა უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და შევეცდები დავადასტურო, მიუხედავად ისა, რომ პროკურატურამ უნდა დაადასტუროს ჩემი ბრალი, მაგრამ მე შევეცდები რომ დავადასტურო, რომ ჯოზეფ კეის ეპიზოდში ის არის ჩვეულებრივი აფერისტი, შეუძლია ხა შესაგებელი სარჩელი ჩემს წინააღმდეგად შეიტანოს და ასევე მეორე ეპიზოდი საერთოდ არის კლასიკური პოლიტიკური შემთხვევა. აქ არის ეგრეთ წოდებული იმედის თემა და იცით მეორე თემა, რომელიც ეხება თბილისერვის ჯგუფს, როდესაც ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, რატომღაც ბრალდებას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ჩვენ სასამართლოზე დავამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები მართლა ასრულებდნენ თავის დაკისრებულ მოვალეობას. დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა უგულავა კეზერაშვილის საქმეზე და იქნება შესავალი სიტყვები. ჯერ წარადგენს ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას, შემდგომ მოისმენთ ჩვენ შესავალ სიტყვას. ამის შემდგომ გადაწყდება თუ რა თანმიმდევრობით უნდა იქნეს წარდგენილი მტკიცებულებები და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ. ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს 4 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. საუბარია დაცვის სამსახურის დელტას თანამშრომლებზე და საქმე ეხება 2 ეპიზოდს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დავით ბერიშვილმა, ზაზა ფირცხელიანმა, ნიკოლოზ ბერიძემ და ზაზა შენგელიამ არჩევნებამდე 2 დღით ადრე 30 სექტემბერს კოჯრის ტყის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აიყვანეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და შანტაჟით აიძულებდნენ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმა მიეცათ. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, მოსარჩელეების განცხადებით 19 ივნისს დაცვის სამსახურის 30-მა თანამშრომელმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს. დელტაში დაქვემდებარებული სამოქალაქო სტატში მყოფი პირების მიმართ მიმდინარეობს ტერორის სრულ მნიშვნელობით, ვინაიდან რადგან ეს ადამიანები ყოველდღიურად სისტემატურად თვითნებობით უბრალოდ აიძულებენ, რომ განცხადება დაწერონ და გაათავისუფლონ. ინფორმაციის სამსახურისგან მიიღო. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ უნდა განადგურდეს. მჟავანაძისთვის მიუღებელია ყოფილი ევროკომისრის თომას ჰამერბერგის დასკვნა, რადგან მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისთვის მიხეილ სააკაშვილი მისაღები ფიგურაა. ნიკოლოზ მჟავანაძე განმარტავს, რომ კადრების განადგურების მომხრე პირებს სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა სურთ, რადგან კადრების ჩაწერა სწორედ მათი ნებართვით ხდებოდა.
მოხსენებთ არის ამის ალბათობა და ჩვენ ყველა ადამიანზე ქონდათ ვინც კი რაიმეს ღირებულება, იმიტომ რომ მან დააფიქსირა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება არ შეიძლება, ვინაიდან სამართლებრივი თვალსაზრისითაც აღნიშნული კადრების განადგურებით ჩვენ ვერ დავაყენებთ პასუხისგებლობის საკითხს იმ პირებისა, რომლებიც აი ამ კადრებს იღებდნენ და უშუალოდ დირექტივებს აძლევდნენ, რომ ეს კადრები შეექმნათ. საქართველოში შენობა არ იღებებოდა მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე და ეხლა ძნელი წარმოსადგენია 18000 ფაილი შეიქმნა და ამის შესახებ პრეზიდენტმა არ იცოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში კვალი მივა მიხეილ სააკაშვილამდე. ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებას და სასწავლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტით გათვალისწინებულია სამინისტროსთვის ახალი საკადრო რესურსის შერჩევა და კონკურსების ორგანიზება. ხელმოწერის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს აკადემია დაიწყებს გადამზადებას და ამავე დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სემინარებში, კურსებში, რაც მათ კვალიფიკაციას კიდევ უფრო გასცემს. სამინისტროს აკადემია იქნება ის ორგანო, რომელიც ჩაატარებს ატესტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისთვის. შესაბამისად ეს თანამშრომლობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და თავიდან ბოლომდე ვიქნებით მჭიდრო კავშირში. მემორანდუმის საფუძველზე სწორედ ფინანსთა სამინისტროს აკადემია დაეხმარება სამინისტროს ახალი კადრების შერჩევაში, არსებული კადრების შესაძლებლობების შეფასებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამინისტროსთან ერთად შექმნის კარიერული განვითარების მუდმივ სისტემას. საქართველოს გზა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას მიესალმება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს უნდა უწყოდებს. მისივე განმარტებით სხვადასხვა რეგიონში სტუმრობისას ხშირად ხვდებოდნენ შიშის სინდრომს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა. მისივე თქმით, ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მართულ გუნდთან ერთად უნდა შეიცვალოს და არჩევნების ახალი დემოკრატიული სტანდარტი დამკვიდრდეს. ამ განცხადებებში ეს არის ერთ-ერთი ჩვენ 2 წელიწადზე მეტია მუშაობთ ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვის საკითხებზე და ეს პროცესი უკვე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. პარტია საქართველოს გზა მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას მის სხვადასხვა დონის თანამდებობის პირებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, რომ საჯაროდ განაცხადონ და დაადასტურონ მათი სურვილი საქართველოში ჩატარდეს ზეწოლისაგან, ძალდატანებისაგან თავისუფალი არჩევნები. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები, მე ზუსტად 2 საათამდე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ცხელი შუადღე გელოდებათ. ცხელი შუადღე გველოდება წინ? ნატა გაგვიღიმე რა. თქვენც? ჩვენც გიღიმით, იმიტომ რომ დღეს გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ სწორედ ღიმილზე და სიცილზე. სიცილზე თუ ღიმილზე დავაპყრობ? ორივეზე ერთად, იმიტომ რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ცალსაკე გადაცემა გავაკეთებ. არა, გადაწყვეტეთ რომ გაგვეკეთებინა ეს. სიცილის დროს იწვება ძალიან ბევრი კალორია, ეს არის ძალიან კარგი მასაჟი, ერთგვარი ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის ძალიან კარგი ვარჯიშია, თუ სარკის წინ დავდგებით, ჯერ გავიღიმებთ. ღიმილს გადავიყვანთ სიცილში, სიცილს გადავიყვანთ ხარხარში. და თავარია ვინმე მარტო გვინახოს ამ დროს. არა, ხო, არ არის პრობლემა და ჩვენი სხეულით საათივით იქნება აწყობილი. და სხვათა შორის ღიმილს აქვს სარკისებური რეაქცია. შალო, შემოხედე? მერე. არ გეღიმება? აი ძალიან რო გეღიმიან არც მაშინ? არა. კეთი. შენ ძალიან თუარდესაც ღიმილი გაქვს. არა აქვს მნიშვნელობა. თურმე ძალით იღიმი თუ არა, ტვის მაინც მიეწოდება იგივე იმპულსები და იგივენაირად დადებითად მოქმედებს. სხვა თუ არა დადებითი განწყობა მაინც ჩდება. ძალით რომც გაიღიმო, მაინც გექმნება რაღაც. და ვინ ყავს დღეს გადაცემაში? დღესთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი საინტერესო რაღაც მინდა გითხრა, ეხლა შენ გაგეღიმა და ეს ჯიპში არ ჩამდგომოდი. მაშინ? აი 60 წამის განმავლობაში თუ იღიმის ადამიანი, ეს უდრის თურმე 40 წუთ გამოძინებას. კარგია. მოდი აი 60 წამი გაგვიღიმე ხაშავ. კაი გამოძინებული. აქ უნდა გამოვიძინოთ შემდეგ, თუ სახში რო წავალთ მე შეიძლება. გამოძინებული არა ვარ. ვინ აკავს თუმარ? გადაცემას თამარ აზმაიფარაშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ანუნა მდივნიშვილი, რომელიც
დიუნიშვილი, რომელიც არის მეცხრეელზე მუშაობს, არის ჟურნალისტი და გაიმარჯვა ღიმილის კონკურსში, სადაც სოფლიოს სხვა ქვეყნიდან გადაიღეს. და ანუ იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც 50 კაცში მას ჰქონდა ერთ-ერთი გამორჩეული და ესეთი მომხიბვლელი ღიმილი. და არა, ვიდეოა გადაღებული, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები იღიმიან უბრალოდ არის ასეთი ვიდეო YouTube-ზე. და მუშაობს გოგონა, რომელმაც გაიმარჯვა. რომელიც აიცე არაჩვეულებრივად იღიმ. რა ვიცი, ყველა დამკვირველი და საფულში და მაგრამ იმათ კეთი კეკელიას ღიმილი არ უნახა. სადი ღიმია ეს კონკურსი ვინ გამომაპარა? ვინ გამომაპარა ეს კონკურსი? არა, ეგ უკვე ისა ასაკით უკვე შენ ასაკობრივი ზღვა თუ იყო ამასაც ახლა მე დავაგე და ახლა 2 საათში სტუმარი რო შემოგვიერთდება. თავარია მომხიბვლელი ღიმილი იყოს თორე ასაკის ფაქება. დღეს ვსაუბრობთ უფრო სერიოზულ თემაზე, ეს არის რძე და რძის პროდუქტები. რამდენად სასარგებლოა ამაზე ბუნებრივია არ ვისაუბრებ. ღიმილიც კარგია. უბრალოდ რომელი უფრო სასარგებლოა რა დოზები და ასე შემდეგ. გივი ბასილაძე, პროფესორი, რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგი და კახა სოხაძე, სურსათის უნებლობის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი. ზე უფრო სასარგებლოა თუ ღიმილი? შენ როგორ ვაკრობ? აჩნია. დასაფიქრებელი საკითხია. შენ გითხარი ვინ ყავს? ჩემ გაცემის სტუმარი გახლავთ ზაზა შათირიშვილი და დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ბურჯანაძის გუნდის წევრი. სამცხე ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გიგლა ბარამიძე. აი ესეთი ორი საინტერესო სტუმარი მყავთ. ჩვენ ახლა დავიწყებთ კედელზე ცოცხლად ძვირფას ლევა. დავიცინებთ ბევრს. აბა დღეს თუ არის საშუალება რომ მე გავუშვა ვიდეო. აბა კიდე ერთხელ ვცადოთ. აბა ვცადოთ. ბედი თუ გაგვიყენებს. შენ ხარ ეს ხო? მოსალოცად გაქვს ნატა საქმე. რა არის ეს? ეს არის ჟურნალისტი იღებს ინტერვიუს ჯუდ ლოუსგან. მერე? როგორ გავადი? Are you going to use that? You got to explain what just happened. Oh, I'm crying at the beginning. ნატუნა რაღაც სადღაც უკვე შენი ბრალი. ტრა ჯუდ ლოუ ძალიან სიმპათიური კაცია სხვა შორის. ნახე, ვერ იღებს ინტერვიუს იმდენად ეცინება. შენც ვერ აჩერე. და მეც ვერ გავაჩერე. YouTube-ის ლინკს დააჭირე. ნატუნა. ნახე რა ცუდად. Okay. We're back in the game. ეს არის გამოუწვეული ჟურნალისტი. Okay. ხო? I cry when I laugh as well. არ ვიცი რა ეს მაგრამ ძალიან ცუდია. Has anything like this happened with Joe and Kira? ხალი ხო არ მოგაწოდოდა რაღაცა. Really somber. გარეგნულამბა. We came in like a tornado. You just მას მამაკაცურობა აკლია მე მგონი. რაზე შეატყე? აბა რაზე შეატყე? ქალებს არ მოწონთ, როდესაც ლამას ქალებზე საუბრობენ და მამაკაცები არიან მომხიბლულები და მამაკაცების შემთხვევაში პირიქით ხდება როგორც ხვდები. არა, სიმპათიში. You brought a breath of fresh air. კაი, მადლობ დილმად. მოკლედ კალორიები დაწვა. კიდე ჟურნალისტმა ვიდეო მინდა გაჩვენოთ. ეს მთელი ჩემი გვერდი რო დადის კარგია, ხო? ნუ ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი პლუსი. ფაქტობრივად მეცადინეობ ახლა შენ და ჩვენ წესრებით. პირდაპირ ეთერში მეცე. აი, წისლები მაქვს, ნახე უკვე YouTube-ის ვიდეო გავხსენი. ეს რამდენი ხანია რაც მოგწეს ნატუნა, აი ეს. აი, 5 დღეა მეცადინეო. მე სახში მიგაქვს? არა. ხო და გაატარე. გეტყობა. ვირფასო დირექცია გაატარე. ეს არის კარიბის ზღვის მეკობრეების გადაღების პერიოდი. რა ხდება? და დუბლებია, რომლებიც შეცდომით. სახეობს კარგი რაღაცა. სცენები, რომლებიც ვერ შევიდა ფილმში. You can keep Barbosa. რამდენი დუბლი The belligerent homunculus and his sticky wooden friend. ეხა ძალიან რთულია უკვე რაღაც ქართულ პოსტებზე გადასვლა, მაგრამ ნუ მოგვიწევს. რატომ დაერქვათ ქართველებს ხელგაშლილები? მართლა მიკვირს. პირველი, მძღოლი კონდიციონერს ვერ იმეტებს. ხაჭაპურში ყველი არდებს. ჩურჩხელა კომპოტითაა გაკეთებული. დასაქმებულ ხალხს საკუთარ ხელფას არ აძლევენ. ქუთაისის ქარხანას ფეხსაცმელების წებო ენანება, მამაკაც საკუთარი თავი ენანება 40 წლამდე ცოლი არ მოყავს და წყალწაღებულები და ჟმოტები ვარ და მეტი არაფერიო. გააჩნია სატყიდულობ ხაჭაპურს, გააჩნია მანქანაჯიდები რომ კონდიციონერი არ ჩერტოს, ეგრეც არ არის. ჩვენ ხელმოკლე ხალხი ვართ. მე ვერ დავეთანხმებოდი ამ. ისეთი ულმობელი დრო არის ვირფასო ტელემაყურებლებო და
მამაკაცებზე დაწერეს, ეხლა ქალებზე რა წერენ? საერთოდ ქალები მასე ხართ. ან ძალიან გვიან ამბობთ ხოს, როდესაც კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს მოგთხოვს. ალეკო ელისაშვილი წერს, NDI-ის გამოკვლევების თავზეც გავიარეო და გამახსენდა რადიო 105. ხედავ როგორი პოპულარული იყო მაშინ, რომ რამდენი წელი გავიდა და ძალიან ბევრი რადიო 105-ის ხმურობები ძალიან ხალხში გავიდა და ისეთ სიტუაციაში ხდება და ისეთი ვინმეები იძახიან. სპეციალურად ამბობენ, როდესაც შენ დაგინახავენ თუ არა, უკვე აი რაღაც გონიათ რომ ანდაზა. ერთი ფოტოც მინდა გაჩვენოთ თუ შეიძლება და თუ აბოცადოთ. აი ეს რა არის? ღია. კარგი. დიდი მადლობა ჯიფოს ტელემაყურებელს მაგვიტანეთ. ეს რუბრიკა აიტანეთ ჩვენ ზოგადად გადავალთ სტუმრებს. მე ძალიან გავერთე რაც თქვა. ჩვენც. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში თეთრი ზედები გვაცვია რა მას ნიშნავს სიმბოლურია რას ნიშნავს თეთრი საერთოდ ხო გამარჯვების იაპონიაში გლოვის თალხი ჩვენთან პირიქით და წავალ თეთრ სამოსლოში მე მოვირთვები და წავალ ქარში როგორც მოცარტი გალაქტიონი შერიგება ხო და აი რა თეთრი კაიპონტია ნუ კაიპონტში ვართ ეს კაიპონტში არა მარტო იმიტომ ვართ რომ თეთრი გვაცვია არამედ უყურებთ საინტერესო მოვლენებს საქართველოში ნამდვილად არზე მოვიდა ქართველი ხალხი ვაფშე თუ მე მგონი ინერციით კიდევ რაღაცებს ითხოვენ ხო გესმის ანუ აი უნდათ რაღაცნაირად ანუ ცემა და ზეწოლა და თვალთვალი არ უნდათ მაგრამ აი პიარი უნდათ ისეთივე როგორც იყო აი რაღაც არ კეთდება იძახიან რაღაცა მთავრობა ვერ მუშაობს არა და რო ჩამოთვალო საქმეები ბევრია ხო მაგრამ მაინც უნდათ რომ ტელევიზორიდან უთხრა რა უცნაური ანუ აი ტელევიზორიდან უნდათ რომ უთხრა და ეს რატო ეს რას ნიშნავს რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად დასავლური საზოგადოება ანუ პოსტმოდერნული ყველას უნდა ძახება დასავლეთი ეგ არის რეალურად თუ რაც მედიაში არ აისახება ეს არ არსებობს არ არსებობს ხო აი თუნდაც თვალწინ რომ მივიდეს აი წინათ ესეთი იყო პასპორტი нет документа нет человека ცნობილი ფრაზა ბულგაკოვის მასერმა ეტანა ეხლა ეს არის მედია არ არის მედია ესე იგი არ ყოფილა საერთოდ ხო ანუ აი დაუშვათ შეგიძლია მიხვიდე უფასოდ რაღაცა წიგნი მოგცენ ან განიცადო საყოველთაო დაზღვევის სიკეთე მაგრამ ამას ვერ გემოს ვერატან თუ მედიაში ვერატან თუ არ გითხეს ტელევიზორში რომ ეს თუ კარგად არ არის ესე იგი ესე რა ქვია თუ და ეს რა არის ეს სწორია ეს არის კულტურის ტიპია ესეთი და როგორც მაგალითად აი რატომ არის რომ ესეთ გავლენას ახდენს ვიზუალური მასალა ხო წინათ აი სოლჟენიცინმა ხო დაწერა ეს წიგნი და მოახდინა რაღაც საშინელი ეფექტი არა იმიტომ რომ ეხლა არის ვიზუალური კულტურის პერიოდი რატო იცი ხალხი ვიზუალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სოლჟენიცინის დროს იმდენად ნაკლები ვიზუალური ხატები იყო რომ ადამიანები უფრო ფანტაზიას მიჩვეულნი იყო ვიზუალური ხატები შეიძლება ნაკლები არ იყო მაგრამ წიგნის კულტურა იყო ხო წიგნის კულტურა იყო და წიგნის კულტურის მეორე პლანზე გადასვლამ მე რას დავაკვირდი იცი რომ ძალიან ცოტა თანამედროვე დროში ადამიანი რომელსაც წაკითხულიდან რაღაც შინაარსი გამოაქვს არამც თუ წარმოისახავს არამედ შინაარსი რო გამოაქვს წაკითხულიდან იმიტომ რომ გაგვაზარმაცა ვიზუალურად ყველა სულ ვიზუალია ყველგან ხო ეს და ჯერ ერთი ნუ კომპიუტერის ყველაფერი და რა უნდა ქნას ანუ ივანიშვილის თავრობამ რომ მიაწვეს იგივეს რასაც სააკაშვილი იცი რა არის აი ეს არის ქარიბდა და სილა ხო ანუ თუ იგივეს გააკეთებს ნუ მაშინ გამოდის რომ მიშებს თავრობაა ხო მაგრამ რა უნდა ქნას აი უყურე აკეთებს ამდენ საქმეს და ხალხი მაინც უკმაყოფილოა და ტელევიზორიდან რო ეუნები უკმაყოფილია და გააკეთოს ძალიან მარტივია ერთი შეხედვით ხო ხო ნუ ეს რაღაცნაირი არჩევანია რა ეს აი როგორც ლობისტები არ უნდათ ხო პირველ შემთხვევაში ხო არ უნდათ მე ხო შევსწრები ვართ არა მოუყვანიათ მე ისე არევასებად ლობისტები იდეოსინკრაზია აქვს ამ ლობისტების ესე იგი ეს არის ფაქტურად აბსოლუტურად ამოყირავდა ყველაფერი ანუ რა არის სიმართლე თავისთავად თან ახლა დააკვირდი ახლა იმას წასვლა არ უნდა ამას მოსვლა არ უნდა ხო არა ის წავა არა ის სასულია მაგრამ ეს ჯერ მოსული არ არის და მივდივარ არა ის საერთოდ მე მგონი რომ ის საერთოდ ფენომენია ის კაცი მიშა რა ეს არის ადამიანი რომელიც კარგად უნდა შეისწავლა მანჯგალაც გამოაცხადა 27 ოქტომბერი არჩევნების დღეს მე ცოტა ხანში ბარნოვი გამოვიდა 31 მე ესე 27 და აი ეს პერიოდი რო იყო სანამ 27 დაუბრუნდებოდა Facebook-ში დაიწერა
მიშა სააკაშვილი 4 დღის მათხოვარი. კი, ეგრე ვამბობდი 4 დღის მათხოვარი და გაუტყდა ვითომ და იმიტომ დავიდა. ხოლმე ეგრეც არ შეიძლება. ხო, მაგრამ ამ ბოლო დროს აი როგორი უცნაური კაცი გახდა. აი შენი ვიდეოს უყურე დაკოქილი თვითნავის წინ რომ მისცა რაღაც თქვა დაკოქილი ინტერვიუს ისა მომიტანეთ კვილაშვილის თავი და დასრულებული არ ქონდა რომ აი შეტრიალდა და გაიქცა. ანუ ხო ლოგიკურია რომ თვითნავთან და გასაქცევადად კი არ უნდა იძახდე, უნდა შენთან დაბრძანებული იყო და მუშტი დაარტყა და თქვა რომ ახლავე მომგვარე. თქვა და გაიქცა. ხო, რაც კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმას რომ ეს სულაც არ იყო გათვლილი იმაზე რომ მართლა მოეტანათ, ეს იყო გათვლილი სწორედ თქმაზე ტელევიზიით. ხო, მაგრამ დრო არ მოაქვთ აი ხო არის პოეტი აკადემიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი ტელევიზორი. ადამიანი პრეზიდენტი ტელევიზორი. აი ეს არის. პრეზიდენტი ტელევიზორი და რუსთავი ორზე მაგით არ უნდა გავლენის გაშვება ხელების შორს რუსთავი ორისგან, რომ ამ ლეგიტიმაციამ რეალურად მისი მარტო ერთია ეხლა. რუსთავი ორი, მისი ტელევიზია რა. და რაიშვილმა მე არ ვიცი მე უბრალოდ. აი ნანუკას შოუს იმას რეკლამას უყურე? არა. ნანუკას შოუს რეკლამას არ გიყურები რა? არა, მინახავს. აიმე ნანუკას შოუს რეკლამა შეიძლება რომ გაუშვა მეცხრეაგზე ნანუკას შოუს რეკლამა? რეკლამაში ხوار ჩაგვეთლება. ლეპტოპიდან გაუშვებ, მაგრამ ხო არ დამიჭერენ, იმიტომ რომ ნუ არა, ეს შენ არა გაქვს ნახე ერთი წუთი. შოუ სააკაშვილი, მაიცა? ანუ აი ეს არის ცალკეა რა საერთოდ, ცალკე ამბავია. აკლიმო? აი ხა აიმე დედა. მე როგორ მეგონა რომ შენ თავხელიძე ჟორჟულიანზე რო თქვა რომ დაანები თავი ჟურნალისტიკას, მაგ რეკლამაზე გამოვა? არა, ეგ საერთოდ ტიტანთა ბრძოლა იყო. ეგ სხვა თემაა, კაცო, ეგ სხვა თემაა, მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ რა. მაიცა აი ვიდეო იქნება ალბათ სადღაც. ო აი ვიდეო ერთი წუთით ხმას შეიძლება აქ რომ მოასმენოთ ღრმატპროდუცემოს ხმა? კაი, აბა მოემზადე და მოусმინე, აბა. და მე გავარჩიოთ. პრეზიდენტი წასასვლელად ემზადება. ეხლა ჩვენ ავალთ კაბინეტში უკანაკარებით. აი ყველაფერი სიმბოლოები. აი თავიდან მომდი. ეხლა ჩვენ ავალთ კაბინეტში უკანაკარებიდან. ანუ ჩვენ ხანდახან გავაჩერებთ ძვირფასო რეჟისორებო და ესე განვიხილოთ. ეს იქნება close reading-ი. ხო, ანუ ეხლა ჩვენ ავალთ უკანაკარებიდან. და მე არა არც ასეა საქმე. უყურე მე რა ხდება? უყურე? საიდან ფოთ მინისტრები დადიოდნენ? არა, საერთოდ მარტო მე დავდივარ. საიდანაც მინისტრები დადიოდნენ? არა, საიდანაც მე დავდივარ. ანუ რა ირკვევა რომ უკანაკარებიდან დადიოდას. და ჟორჟულიანს გონია რომ ეს მინისტრები უკანა მხრიდან უნდა დავდიოდნენ. ხო, ანუ რაღაცა და არა. თან ეს ხო ეზოტერულია. ხო, უკანა პრაходიდან დადიან რაღაც უკანა მხრიდან შედიან. არის რაღაც სიმბოლურია. მიხეილ სააკაშვილთან გაიხო ეგრე მითხარ. და ბოლო ინტერვიუ პრეზიდენტთან. რატო ბოლო ინტერვიუ პრეზიდენტთან? ხო, აი რატო? რაღაც იცი რა, ესქატოლოგიური ბოლო ჟამი. რატო აი ბოლო ინტერვიუ პრეზიდენტთან? კიდე ხო რაღაცა იცის ნანუკა მისეთი, რაც ჩვენ არ ვიცი. არა, ეს რა არის? აი ესქატოლოგიური მომენტი, აი სამყაროს აღსასრულის აი ამ ინტერვიუს მისცემს და მეტეორი დაეცემა, ხო? სამყარო დამთავრდება, ხო? Independent Day, ეს რომ მოფრინო. ანუ ბოლო ინტერვიუ ამიტომ არის, ხო? არა და ლოგიკურად არ არის ბოლო ინტერვიუ, იმიტომ რომ კიდევ სამი დღე არის, ხო? ძალიან საინტერესოა. შემდეგი. რო წარმოიდგინოთ ძალიან ხშირად არაფერს არ ვიკეთებ. ძალიან ხშირად არაფერს არ ვაკეთებ. რო წარმოიდგინოთ. ძალიან მაგარია. ეს ძალიან ხშირად არაფერს არ ვაკეთებ. ძალიან ხშირად. აჰა. აი თავიდან ბოლომდე უკვე გამოვიდა, აი გამოვარდა სიმბოლოები. ამ ადამიანს არაცნობერი აღარაა. აღარა, თლიანად არის რა იქვა მაგას ნაკადი, არაცნობიერის ნაკადი მოდი. თლიანად გამოვიდა. ვაგრძელებთ. არის რომელიმე ნივთი, რომელსაც აქედან წაიღებთ? არის რომელიმე ნივთი, რომელსაც აქედან წაიღებ და სიმბოლო ხმალი. ხმალს დაცახელი. ხმალს დაცახელი. ახლა ფროიდის აღარ არის საჭირო. ხო, რაღაც ხმალი. ხო, თავის ხმალი. მაგრამ მე ის ხმალი გამოადგება? იმ ხმალს იყენებდა მარტო მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო. მე მგონი იმ ხმალის სახმალო აღარ ექნება მე, როცა პრეზიდენტი არ იქნება. ხო, როგორც აი რუსთავი ორის არ იყოს. იმიტომ რომ იქ ციხეში დანიები ხო, ნუ არ ვიცი, კიბაც, აი დალში. ხო, ისე ჩვენ შემდეგ. არჩევნების შემდეგ, როდესაც უკვე ინაუგურაცია იქნება ახალი პრეზიდენტის, გაიღვიძებთ და იქნება ძალიან ჩვეულებრივი დღე. და დაფიქდა.
დაფიქრდა. ჩაოლებრივი დღე, მაგრამ აი უსმენს რაღაცას, ხედავ? რა სახეა, შეხება. მაგარია კი. ხო, უსმენს რაღაცა, აი დაფიქრდა, რომ აი ჩაოლებრივი. თანამედროვე უსმენს, არამედ იყურება ჰორიზონტს მიღმა. ჰორიზონტს მიღმა, ხო, აი რაღაცა. ეხლა ის ისეთ რაღაცას ხედავს, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ. პრინციპში ზემოდან. ეს ღრუბელ მიდის, თუ უკვე აღარ არის საჭირო, რომ ღრუბელია. არა, ღრუბელ უკვე აღარ არის საჭირო. ხო, ანუ რაღაცა ეს რა არის? ეს არის პროფეტის მზერა. უკვე გადავიდა, უკვე გადავიდა. პროფეტი აღარ არის, უკვე არის ნირვანა. მიღმურიდან იყურება, ხო? ეს ფაქტიურად ეს არის გასხივოსნება. გასხივოსნება, კი ბატონო, დალშე. თუმცა ბოლომდე შემენაჩრა ხალხი რომ ბოლომდე მიყურებდა მეჩქუბობდა, მაგრამ გიგი უგულავაზე არა ცერემონიული. რატო გიგი უგულავა? რატო ახსენა უგულავა? რატო ახსენა? აი გიგი უგულავა არა ცერემონიალი. რაღაცა დაღუპვა ხო არ უნდა ამით, ანუ აი მეჩხუბებოდაო გიგი უგულავაო და დღეს სხვა შორის დაიწყო გიგი უგულავას სასამართლო პროცესი. რა არის ეს? ანუ გიგი იყო, გიგიმ განასახიერა მთელი საპროტესტო მისდამი, ანუ დემოკრატიის ბურჯი მასთან გიგი იყო? ანუ ყველა მეჩხუბებოდაო და გიგი პირველი იყო, მაგრამ ბოკერია კი არა. გიგიო. აი ნუ რა თქვა შენი აზრით, აი როგორი ახსნა შეიძლება მოუძებნოთ, აი ვინ არის მისთვის? იცი რა, სხვა შორის შენ დააკვირდი ახლა, ეს სერიოზული შეკითხვაა. აი ეს გახსოვს როგორც წესი კლიპებში, ხო, სერიოზულ კლიპებში ყოველთვის იყო უგულავასთან ერთად. კი. დააკვირდი? და არასერიოზულებში? არასერიოზულებში გასაგებია, მაგრამ სერიოზულ კლიპებში ყოველთვის იყო მისი პარტნიორი, ყოველთვის იყო უგულავა. ალტერ ეგოა. აი გახსოვს ის გზა რო გაიხსნა და რო ჩასდნენ ბოლიჩი, კი. ხო, მე კიდე სულ უგულავასთან ერთად. გონოჩნი მანქანაში უჭას. გონოჩნი მანქანაში. ხო, მართალია. ანუ ვინ არის უგულავა? ალტერ ეგოა? უგულავაში ხედავს თავის ძლიერ მეს. აი, ალბათ, არ ვიცი, შეიძლება. დავიდა. მეგონათ რომ ზურაბადეიშვილი პირველი პრობლემისთანავე გამოჩენისთანავე გაიქცეოდა. აი და ხელები გაასავსა. ადეიშვილი არის მისი აქილევსის ქუსლი. სხვა შორის რა ღრმად სიმბოლურია, ეგ გუში გამახსენდა სხვა შორის შენს ბანანის რესპუბლიკაში, რომ ადეიშვილს ხმა არ მოუღია, ისე წავიდა. ადეიშვილი ერთ-ერთ სერიაში მოწყდა კიდევაც. ყველა აფეთქდა, თვითონ წავიდა და ხმა არ მოუღია. კი ბატონო, დალში. მარიკა ვერულაშვილზე ნაწყენი ხარ თუ გაბრაზებული? მარიკა ვერულაშვილზე ნაწყენი ხარ თუ გაბრაზებული? ეს ნუ ნანუკა გენიალურია, ხო? თან არის, ეს არის მესე ვიტყოდ, ეს არის ნატიფი განსხვავება. ხო, ნაწყენი თუ გაბრაზებული. აი რომელი უფრო ცუდია ვერ გაიგებ. იმიტომ რომ გაბრაზება უფრო მალე გაგდის, ვიდრე წყენა. წყენა შეიძლება გულში ჩაიდო. გაბრაზებას გულში ხო არ იდებ. ხო, გაბრაზდები და წყენა შეიძლება იყოს პერმანენტული და მუდმივი. ხო, აი ძალიან გადაიზარდოს. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური შეკითხვაა. წყენა თუ გაბრაზება, აი ეს არა ჟორჟოლენში არის რაღაც მეტაფიზიკური. მეტაფიზიკი ბატონო. დარწმუნებული ხართ რომ ამჯერად უსაფრთხოდ ვივლით, ხო? ველოსიპედი. დარწმუნებული ხართ რომ ამჯერად უსაფრთხოდ ვივლით? გამამაცებულია. ეს ველოსიპედის შემდეგ არის, ხო, გამამაცებულია ჟორჟოლი. სასიმბოლურია ეს ველოსიპედის ძეგლი. კი. მაზე რა ქვია. და რატო ევასება ეს იმისთვის რა არის? ველოსიპედი მუდმივი წონასწორობა იმისთვის რომ წინია, რო? ანუ სიარულით მიღწეული წონასწორობა. მიხვდი? აი ველოსიპედს თუ დადგები დინამიკური წონასწორობა. არა სტატიკური, არამედ დინამიკური. ანუ ეს ადამიანი ესე ინარჩუნებდა წონასწორობას. გარკვეული აზრით შეიძლება თქვა, რომ სააკაშვილის დევიზი არის მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, როგორც იტყოდა ილე ჭავჭავაძე. ხო, აი ნაუტილიუსის კაპიტან ნემოს ნაუტილიუსის მოძრავი მოძრავში. ხო იყო ეს დევიზი. ანუ თუ ჩერდებოდა სააკაშვილი, იქვე ერხებოდა. იქვე ვარდებოდა. იქვე ვარდებოდა. აი. აქედან ვარდების რევოლუცია. აი ხა ადის იქვე, აი სათამჯენზე რო ის გააკეთა. ხო, აი უყური ნახე რა საინტერესო ეს დაიწყო. სათამჯენზე თუ იმას. აი ხო, ეს რა არის? სააკაშვილის სიგიჟის მორიგი ნაყოფი. სააკაშვილის სიგიჟის მორიგი ნაყოფი. ანუ თვითონ იძახის, გაიგე? ეს აწუხებს. სხვა შორის ეს თემა, აი ამ შვენიერ ვიდეო ნაწყვეტში კიდევ არაერთგზის გაისრება. სიგიჟის თემა, აი შეხედე? შლენდორფის. დადის ეს რაღაცა. შეხედე აი როგორ ოპა. როგორ აწუხებს ხო? დაგერ ყველგან რო შევდივარ, დავდივარ კაფეებში, დავდივარ იმაში, ამაში, გეგრევ გიჟად გამოაცხადა, რა გიჟი? ანუ გიჟად რატო გამოაცხადეს, რომ ატყობა ვერ გაიგო, კარგად რატო გამოაცხადეს კაფეებში, მაგრამ გონია რომ აი კაფე გიჟად რატო გამოაცხადეს, მაგრამ გონია რომ კაფეებში რო დადეს, იმიტომ გამოაცხადეს გიჟად. და რო აი შენ გამოგაცხადეს, ხო დადიხარ კაფეებში. მუდმივი მოძრაობა, რომელიც მისთვის ეს არის სიცოცხლე
გარედან გამოიყურება როგორც სიგიჟე. ხო, ანუ მისთვის ეს ძალიან ორგანულია, კაფეები დადის კაფეებში და ჭამს. ვიღაცები ამბობენ რომ გიჟია. ხო, ანუ აზრი ხარ განცდა, რატო აქვს ის განცდა ამ ადამიანს, რატო ეძახიან გიჟს? იმიტომ კი არა, რაღაცები ჩაიდინა პოლიტიკურად. არა, კაფეებში რო დადის იმიტომ. კაფეებში ხო დადიხარ? კი, მე არ მგონია რომ გიჟს მაგიტო დამიძახებენ რომ რატო გონია ამ კაცს ესე, რა საინტერესოა? ხო. იცი რა არის? ეთქობა სერიოზული ტრავმაა. გირგულიანის ამბავი სად მოხდა? ხო, კაფეში. ანუ აი კაფეები საკრალულთან დაკავშირებული. როდესაც გარდაიცვალა ირინა ენუქიძე, იმ დღეს ის ავიდა სამებაში. ხო. და ქადაგება წაიკითხა. მართლა? ის იმ დღეს ზუსტად იმ დღეს იყო. უშველებელი კელაპტრით. თან სრომორწმუნია. როგორც ყველა ჭეშმარიტი ათეისტი არის საშინელი სრომორწმუნე. გასაგებია. აი აქედან კაფეები. კაფეები საკრალულია. ჩვენ ისეთ შესაძლოა დავინახეთ, თქვენც არ მიხვედრი ხარ ჩვენ და მე მიხვედრი ვარ და ფები ხალხზე მიდგას. მე სტალინი არა ვარ. მე სტალინი არა ვარ. ეს რას ნიშნავს? ეს არის გენიალური. არ მომკლათ. არა, ეს რას ნიშნავს? არ მომკლათ. ეს ერთი და სინამდვილეში თავს როგორ აღიქვამს ხედავ? მას თავი გონია სტალინი. ხო, თან სტალინი გონია თავი. თან სტალინი არა ვარ, არა, ვარ, ამბივალენტურია. ანუ მე ჯალათი კი არა ვარ. მაგრამ სტალინი ვარ. მაგრამ თან სტალინი ვარ. თან გენიოსი ვარ, ხო? აბრა. ანუ შეადარა თავი, მე სტალინი არა ვარ. მე სტალინი არა ვარ, სინამდვილეში აი ამას. ვინ აბრალებს რო სტალინობას, მაგრამ თვითონ, ხო, ძალიან საინტერესოა. შეიძლება ძინევანიშვილს რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ბოლოს შეხვედრა გახსოვთ მასთან? ისთან? ბოლო შეხვედრა ივანიშვილთან და მზერა, აი, მისი მზერა, სადაც ასევე შორეთში. გადავიდა ნირვანაში. მაგ რაღაც ცუდი რაღაც წარმოიდგინა აშკარად. ქავატან სანდრაძე ამბობდნენ, რომ ის რაღაც გარკვეულ პერიოდში შეიძლება შულთან ერთად წავიდეს ჰოლანდიაში. ესეც მძიმეა მისთვის, ეს ძალიან. უარი საწოლი ოთახი? აი საწოლი ოთახი და აი საინტერესოა, მოდი აი ეს ბავშვის ნახატი ექსკლუზიურად კიდია ალბათ. და აი როგორ ცხოვრობს, შეხედე აი. არჩევნების მერე ამერიკაში მიდიხართ პრეზიდენტი ნანუკა შოუში. არა, მასალა არის ძალიან სერიოზული. მასალა არის ძალიან ბევრი. დიდი მადლობა ნანუკას რო. ნამდვილად. მე ვიტყოდი ტიტანური შრომა გაწყო. არა, ეს არის სერიოზულად. ეს არის ნებისმიერი ფსიქოთერაპევტისთვის აი უკიდეგანო მასალა. ამიტომ პრეზიდენტზე. ხო, პრეზიდენტზე რომელიც ნებისმიერი ფსიქოანალიტიკოსი ნებისმიერი ქვეყნის ინატრები და მე სტალინი არა ვარ. აი ერთ-ერთი ეს იყო მე სტალინი არა ვარ და კაფეებში რო დავდივარ, იმიტომ ვარ გიჟი. არა, ეს ადამიანი მე მგონი ცოტა ისე უნდა მოვექცეთ თხილად რა. ესე პირდაპირ ვიღაცები რო უპირებენ დაჭერას მე მგონი არა. მე რა მგონია, იცი რომ აი კუნსტკამერა რაღაცა დავაკვირდეთ შევისწავლოთ. ხო. და მასზე ფილმიც შეიძლება გადაიღო და ასე შემდეგ. რა ეპოქა იყო, რა საინტერესოა, ვიღაცა მართლა უნდა შეისწავლოს ეს ეპოქა და ვიღაცამ კი არა, საერთოდ ეს 9 წელი არა თუ შესასწავლი ხო თავისთავად და შესაძლებელი გასაანალიზებელი 90 წელს თბილისში იყო უნგრული კინოს ფესტივალი. დაახლოებით 14-15 ფილმი იყო და 10 ფილმი იყო 56 წელზე. და ერთ-ერთი ხო, ის რუსეთის შეჭრაზე. ხო, 56. ბოლო ფილმი ერთ-ერთი ბოლო გადაღებული იყო კომედია. ამაზე? 56 წელს. ვა, რა საინტერესო. ესე იგი, ტრაგიკული რაღაცები ხდება, მაგრამ კომედია იყო. შენ წარმოიდგინე უნგრელებმა რამდენი იფიქრეს, რამდენი რაღაცა გადაიღეს, რომ ბოლოს გადაიღეს კომედია და მაშინ თქვი, რომ ეს არის საოცარი ხალხი. და მართლა რა მოხდა, ისე გამოვიდნენ ამ ვარშავის ხელშეკრულებიდან და ამ ყველაფრიდან არაფერი არ მომხდარა, რევოლუციაც კი არ მომხდარა. და ამ ფილმებს იღებდნენ როდის 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში. ანუ ჩვენც რაღაცნაირად აქამდე უნდა მივიდეთ. ჩვენ უნდა მივიდეთ რაღაც მომენტში იქამდე, რომ აი ეს შემზარავი. თან ეს თისმირი, სააკაშვილი, ეს თისმირი გვაძლევს უკიდეგანო მასალას. ეხლა რა არის, ხო ყველა ვამბობთ ამას, ეხლა ჩემი უფროსი ბიჭი უყურებს სულზე პირად იცის, მაშინ პატარა იყო დარდუბალა და რადიო 105. და ნუ შეუდარებელიაო, ნუ იმდენად დიდი განსხვავება არის, რომ დარდუბალასა და ბანანის რესპუბლიკას შორისო. რატო? ობიექტური მიზეზიც ქონდა. და ამაზე ჩვენ ალაპარაკებობთ, იმიტომ რომ შევარდნაძე იძლევა საშუალებას, ასე ვთქვათ, გაღადავების, იუმორის და სააკაშვილი ამ საშუალებას არ იძლევა. ანუ რა არის? ანუ რა არის იუმორი? იუმორი არის რაღაცას დაიჭერ და ატროფირებას უკეთებ. და რას ვიბიცი, თან რაღაცით ხო იახლოვებ რა. თავი მომენტი რა იყო, რომ ყველა ამბობდა შენ შევარდნაძეზე, რომ რაღაცით საყვარელია. ხო, ეს ხო არ იყო შემზარავი. და სააკაშვილზე არ გამოდიოდა, ხო?
პრინციპში ყველაზე უფრო წარმატებული სერია მე თუ მკითხავ იყო რაის დიქტატორი ხარ და იმიტომ რომ სწორია მართლა რაის დიქტატორი და რაის დემოკრატი და მეორე რომელიც იყო მეტაფიქციური თვითონ რომ შემოდის და შენ რო გაკრიტიკებს თუ იქნება სასამართლო გინდა დაესწრო ამ კაცის სასამართლოზე არ ვიცი იცი რა ცოტა რთული ესე რაც შეეხება მასალები და ესეთი რაღაცების ნახვას არ გაურბივარ და პირიქით მაგრამ თვითონ სააკაშვილის სასამართლო იცი რა იმდენად უღირსად მოიქცევა იმიტომ რომ მისი მთავრთვისება ხო იცი რა არის თან არის საოცრად უთამოუყვარო ადამიანი ხო რატო მიშა თავმოყარეობა არა აქვს ხო არა ჩვენ შეგვიჩნევია მაგრამ ანუ რა შეიძლება აღარ მოვიდეს თომებზე არა რას გეუბნები ისე მოიქცევა რომ შეიძლება პინოჩეტივით ან სადამ ხუსეინივით არ იქნება იცი რა სიზამ შეიძლება შეგწხვეს ისე მოიქცევა კაიგე ხო სკაიპით შეიძლება დავასრულო აი სამარცხვინოთ შეიძლება მოიქცეს კარგი ძალიან საინტერესო იყო ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ განვიხილეთ დიდი მადლობა რა თქმა უნდა ნანუკა ჟორჟიას დიდი მადლობა ნანუკა ჟორჟიას და პატროს და ნანუკა ჟორჟიას ეგ აღარ არის ერთ და იგივე უკვე აღარ არის ხო კარგი გაიგო ორნაცვლად ხო მაგრამ ორივეს არა ორივეს მადლობა ცალ-ცალკე დიდი მადლობა ჩვენ ამით ვამთავრებთ და ველოდებით მომდევნო სტუმარს დაბრუნდით გიგლა ბარამიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგლა ბარამიძე იყო შეონაძის დროინდელი ჯინოსანი იგი იყო სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი შემდეგ მოხდა ინციდენტი რომელზეც ალბათ ეხლა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს მაგრამ რომელიც გახდა შენი საქართველოსთან გაქცევის მიზეზი მოდი ზოგადი მიზეზი იყო 2000-ში მოხდა 2003-ში ესენი რომ მოვიდნენ აღძრეს საქმე 2000 წელს 2000 წელს ხმამაღალ საუბარზე აღძრეს საქმე ეს დაიგეგმა იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში ღამის 2 საათზე იყვნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და ეს მაგათი ეს კვარტეტი ოქროაშვილი ხო გადი გამოდიოდნენ ეს ვიცი იმიტომ რომ ვინც იქ ესწრებოდა და ვისაც დავალება მისცეს გაჩნდა კითხვა იმ დღეს იმ დილით გამოვიდა ჩემი ერთი წიგნი და ტელევიზორში იყო პრეზენტაცია და ესო რატო არის გარეთო რატო არ დავიჭირეთო და ამასო ფული არ აქვს და რა გვილდაო და როგორც ჩვენი მტერიაო მაშინ იმავე ღამეს ხო და დაურეკეს მიშას რომ ესე და ეს ადრე უნდა დაგეჭირათო და იმავე ღამეს აღზრეს მოიყვანეს მოსამართლე მოიყვანეს გამონძიებელი და შეთითხნეს აღზრეს სიცხლის სამართლის საქმე და დილით გამთენიისას მომადგენენ 170 კა როგორც იცოდნენ რა წიმათი ტელევიზია და სხვა და სხვა ეს 3 წლის წინანდელი საქმე იყო 3 წლის წინანდელი საქმე იყო ჩემ ერთ კოლეგა მეგობართან გამგებელთან მქონა ხმამაღალი საუბარი და მე ჩემი წამოვედი ისედაც ვაპირებდი უკვე წამოსვლას იმიტომ რომ ყველაფერი მოგვარებული მქონდა მე რა მოხდა მერე მოხდა რა მირეკავს მეგობარი რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მირეკავს რომელსაც დაურეკა იმ კაცმა რომელსაც დაავალეს ამ პროექტის გამზადება იმიტომ რომ ის არ მიცნობდა მე ისე და მითხრა რომ და წინადგით მე ვარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წასული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შენ ეს საკითხები კარგად იცი სამწუხაროდ ხო მეგობრები მყავს ნანახი და სახში დაბრუნებული ვარ ცუთხასიაძე და ეს მირეკავს გაგანია ღამის 9 საათია კურო ესეო გადაწყვეტილიაო შენი აყვანაო 15 წუთი გაქვს დრო მე სპორტული ფორმით დავტოვე ყველაფერი და 2004 წელია და წავედი და 9 წელია სხვადასხვა ქვეყნებში ვიყავ გამასამართლეს მომისაჯე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ბოროტი ხულიგნობა რამდენი წელი მომისაჯეს 8 წელი იყო ჯე 5 მე 7-ზე ჩამოვიდნენ მე 5-ზე ჩამოვიდნენ თან საინტერესო ისაა რომ ვეკ ადვოკატი ჩემი არ დაასწრეს როცა მოხდა მე გამოუცხადეს და ეხლა რა მოხდა ანუ პროკურატურამ განიხილა ეს საქმე ეხლა პოლიტიკური დევნილი მაგრამ როგორც სხვა პოლიტიკურ დევნილებს და პოლიტპატიმრებს ნასამართლეობა ჯერ მოხსნილი არ აქვს ასე რომ ესეთ როდის ჩამოხვედით მე ჩამოვედი 5 თვის წინ სად იყავი სად იმყოფებოდი ამ ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდი ყველგან არალეგალურად რა თქმა უნდა სანამ იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით 3 წელი იყო ძებნა ინტერპოლით მაგრამ მე ინტერპოლი ითხოვდა მასალებს ჩემზე და ბოლოს უთხრა რომ ჩვენ თანხა დავხარჯოთ ხულიგნის ძებნაზე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამავე დროს ნონსენსია და გადამიყვანეს სხვა რანგში ძებნის ვიყავი რა რომელ ქვეყნებში არა ჯერ გადავედი აქედან შემოვლითი გზით ბელაქანში ანუ ბელაქანი ანუ აზერბაიჯანი შემდეგ ირანი შემდეგ ყაზახეთი უზბეკეთი ტაჯიკეთი თურქმენეთი ავღანეთი ჩრდილოეთ კავკასია
როგორ გითხრა რას ვაკეთებდი მაგალითად ჯერტი წავედი იმიტომ რომ აღმოსავლეთსოდნე ვარ და სადაც პატრონი მყავდა იქ მიდიოდი მეგობრები სადაც ცოცხლები დამხვდნენ და კარგად იყვნენ იქ და აბაქოდან ურეკავდი კიდე კაის ტელეფონები წავიღე მოვასწარი ამის აღება და ღებულობდნენ პატრონობდნენ და რას ვაკეთებდი მაგალითად ირანში სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი ხან არაფერს არ ვაკეთებდი დრო მქონა ულევი ირანში ერთი ცნობილი ქართველის ოჯახში ვიყავი ცნობილი მუნდილაძეების გვარი ერთ-ერთი შტო არის იმათი და ვასწავლიდი იმათ ბავშვებს გუვერნიორი ვიყავი ასე ვთქვათ აღზრდელი ქართულ ენას ლიტერატურას ისტორიას და ესე ვიყავი და სხვათა შორის იქ რომ დარბევები იყო 26 მაისის იმათ ერთად უყურებდით ამას ყველაფერს შემდეგ ვიყავი ყაზახეთში მე რაღაც მეგობრები მეხმარებოდნენ ძალიან მართლმადიდებლებიც და მუსულმანების გადამყვნენ ზეთ მე ცხოვრობდი ჩრდილოეთ კავკასიაში სომხეთში ვიყავი წასული სომხეთში როგორც პირველი ელჩი საქართველოს იქ ძალიან სერიოზულად მედგნენ ვიცნობდნენ კი და ну სხვადასხვა ახლა ალბათ შეიძლება კითხვა როგორ გადავდიოდი სანამ დიპასპორტი გამიუქმდებოდა დიპლომატიური პასპორტით მე სასწრაფოდ მიხვდნენ ესენი რომ მოძრაობდი ამი და გამიუქმეს ბუნებრივია ახლა სტატუსი კი რჩება როგორც სამეცნიერო წოდება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მაგრამ პასპორტი უკვე აღარ მოქმედებს ამიტომ მე გადავედი ну წმინდამდელ არალეგალურ საკმაოდ ძიმე ცხოვრების პირობები იყო ტოლვილი სტატუსი იყო დროებითი თავშესაფრის სტატუსი იყო ხანდახან პირდაპირ ვიტყვი და ისეთი საბუთები მქონდა რომელიც շատ კარგი საბუთები არა და 9 წელი გავიდა ზუსტად 9 წელი გავიდა ასე და ჩამოვედი ახლა ამ პერიოდში ვინც კი გვარში ყავდა მამაკაცი ყველა დაჭერილია რითი იყო ეს გამოწეული აი ესეთი ზიზღი შენგან თითქოს მოდი ესე ვთქვა პირდაპირ არ მონაწილეობდი ისე დიდ პოლიტიკაში გაწყვეტილებებს არ იღებდი ფულიც ვთქვა რომ აი ფულს აკეთებდი არ ქონდა ხო და აი რატომ იყო ესეთი ზიზღი შენ ვინმესთან მიშასთან პირადული დაპირისპირება ხო არ ქონია არანაირი მე ამათთან პირადული დაპირისპირება არ ქონდა არც ბიზნესგან ინტერესების გადაკვეთა ქონდა, იმიტომ რომ ბიზნესით არ ვიყავი დაინტერესებული, დაპირისპირება ქონდა ძირითადად სამხრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვთქვი რომ სამცხე, როდესაც მე ჩავედი სამცხე ჯავახეთში, მაშინ ჯერ კიდევ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიყავი საქართველოსი სომხეთში. და იმდენად მძიმე ვითარება იყო იქ, რომ თბილისიდან კაც არ უშვებდნენ. ორ რაიონში, ზედა ორ რაიონში. ნინოწმინდა და ახალქალაქი. ჩემი ხელით მაქვს ჩამოხსნილი უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიების დროშები და საქართველოს დროშა აღმართული. იქ იყო ესეთი აი კლანების ჭიდილი და ყველა ამ კლანთან ქონდა მშვენიერი ურთიერთობა მოქალაქეთა კავშირის იმ ფრთას, რომელიც მერე განივთდა და ტრანსფორმაცია განიცადა ნაციონალური მოძრაობის სახით. ამიტომ თუ კი იქ რაიმე სახელმწიფოებრივი კეთდებოდა აჭარლების ჩამოსახლება, ქართული ჯარის გაყვანა, რომელსაც რატომ ტყუილა იბრალებს სააკაშვილი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა რუსი 62 ბრიგადა უკვე გაყვანილი ყავდა, მე პირადად მივაცილებდი ერთი კვირის 10 დღის მანძილზე გრაფიკი შედგა და ნინო ახალქალაქიდან გიუმრიში გადაყავდა 78 ერთეული ტანკი, ჯავშან ტრანსპორტიორი და სხვადასხვა და ეს რომ მოვიდა საქართველოში ის ბაზა დაცლილი იყო. ასე რომ მიშიკო ტყუილა იბრალებს ამ გმირობას. მე არ მინდა ჩემ თავზე დავიბრალო, მაგრამ ამას არც აშუქებდნენ სპეციალურად. შემდეგ იქ იყო და პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ იქ იყო სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები, უცხო ქვეყნის ჯარები, მესაზღვრეები, რომლებიც ასევე იყვნენ გაყვანილი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აქტიურობით და ჩვენი ერთობლივი მუშაობით და არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს არადა მუშაობა მიმდინარეობდა. იმდენი პრობლემა არ ქონდა შექმნილი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის სახელმწიფოებრივი მოქმედების კუთხით თვალსაზრისით, როგორც ნაციონალურ მოძრაობას. თუ კი ვინმე ყოფილი ბანდფორმირების წევრი იყო, ყოფილი კონტრაბანდისტი იყო, ყოფილი ან მოქმედი, ყველა ამათთან მეგობრობდა. ხო, მაგრამ ნაცმოძრაობა მაშინ არ არსებობდა შერევა. არ არსებობდა, მაგრამ ესენი იყვნენ მოკავშირში. რა თქმა უნდა, ანუ იმ დროიდანვე ჩალიჩოდნენ შეიძლება. იმ დროიდანვე აქტიურად უფრო მეტის, როდესაც იქ ჩვენ კორუფციაზე ბრძოლა დავიწყოთ, პირდაპირ მეუბნე, რატო კორუფცია, როცა ჩვენ რომ მოვალთ მერე და მე კი მაინტერესებდა ესენი, ეხლა კი გაიძახის სააკაშვილის და სხვების მოქალაქეთა კავშირიდან ეხლა ნაცმოძრაობაში რო არიან შევარდნაძის დრო და ეგენი იყვნენ მაშინ პირველი შევარდნაძის გვერდში მდგომები და ყველა თანამდებობა მაგათი იყო, ფინანსები მაგათი იყო, საბაჟო მაგათი იყო, საგადასახადო მაგათი იყო, ყველაფერი მათი იყო და რატო ლაპარაკობენ, წარსულში ვერ გამიგია და გამეკვირდა, როდესაც მითხრეს, რადგინა გიგლა კორუფციის წინააღმდეგ რომ მოქმედებო იქ მეტყევეების საქმე. და მე ვთქვა, კი, მაგრამ თქვენ რა ცალკე გუნდი ხართ, შევარდნაძისთან არა ხართ, ერთად არა ვართ ყველანი და აღმოჩნდა, რომ ძირს უთხრიან ერთმანეთს ესენი და ემზადებიან სხვა რაღაცისთვის. რამდენად ჩემთვის არის ცნობილი, არსებობდა რაღაც გეგმა, რომელიც სახელმწიფოს დასუსტებას ისახავდა მიზნად და
შემდეგ უკვე აი ამ ტალღაზე შევარდნაძის გაგდებას. შალვა, პრაქტიკულად ხა ჩვენ კი ვამბობთ, რომ 9 წელი არის იყვნენ და ესენი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში იყვნენ მოსული. მეტი გითხრა, როდესაც აი რუსის 62-ე ბრიგადა ახალქალაქიდან, ეს უზარმაზარი მოვლენა იყო ახალქალაქიდან, რომ გაყვავდა, იმიტომ რომ მოსახლეობას არ უნდოდა, იმიტომ რომ იმ ბაზაზე დასაქმებული იყვნენ და 4 საათზე გაყოლე ბუშლატი მეცვა, ქუდი ჩამოფხატული, ოღონდ გადამეცილებინა თავდაცვის სამინისტროს 2 ოფიცერი იყო და ახალქალაქის და ნინო წმინდის 4 კაცი ვიდექით, ვინც ამას ვაკეთებდით. მე საზღვარზე დავსხდებოდით, რაღაცა ხო უნდა წაეხემსათ იმად გენერლებს, ოფიცერებს, ცხვრით ჩამოშვებულები იყვნენ, ყველაფერი გაგვეხალისებინა, რაღაც არ მომხდარიყო და ჩქარობდით, რომ დროზე გადით, რომ მოსახლეობიდან პრობლემა არ ყოფილიყო და ამას რატომ ამბობ, რომ ეს მოვლენა ქართულმა მედიამ ვერ გააშუქა და რატო ვერ გააშუქა? იმიტომ რომ მე რო დავრეკავდი უშროების საბჭოში, ან იმაში თუ სააკაშვილს ან სხვებს არ უნდათ რომ მე გამოჩნდე, ნუმაჩენთ დალოცვილებო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას უთხარით, ამ ხელა საქმე კეთდება. 0 ყურადღება. სპეციალურად ამას ყველაფერს აკონსერვებდნენ. ამიტომ და უფრო მეცაც გეტყვი, როდესაც იქ თქვათ ფოკას მონასტერში ჩამოვიდოდნენ, ვითომ დიდი მლოცველები მყავდნენ, ეგენი სახარება საიდან იწყება და მთავრდება არ იციან არც ერთმა ნორმალურად და ვითომ იქ ჩამოდიოდნენ და სინამდვილეში ისინი ხვდებოდნენ იქ სხვა ქვეყნის ოფიცრებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სხვადასხვა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს და მე ამის შესახებ ოპერატიული და პოლიტიკური სხვა არხები რა თქმა უნდა მქონდა, მე ამავე დროს ელჩიც ვიყავი, ამავე დროს თურქეთთანაც მქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ გუბერნატორი ვიყავი პარალელურად და მეზობელი ქვეყნის გუბერნიერთან მქონდა კონტაქტი და ინფორმაციის წყარო უამრავი მქონდა მე და ნაწილი ეხლაც დაგვრჩა და ამის შესახებ, როდესაც მხარის სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკურ, ოპერატიული სიტუაციის შესახებ სრულიად საიდუმლო გრიფით ანალიზს ვაკეთებდი და დაუდებდი ხოლმე მაგიდაზე პრეზიდენტს, სადაც ჩამოწერილი იყო აქ შეხვდა, ეს თქვეს, ის თქვეს, ეს თქვეს, რომ იქ იყოს ავტონომია, ამ ეტაპზე ავტონომია, მერე იყოს გამოყოფა, მერე ის დროშა, მერე იქ ის აფეთქდეს, ეს აფეთქდეს. ამას უდებდი სამწუხაროდ ეს ინფორმაცია უშიშროების საბჭოდან, არა იმიტომ რომ იქ ცუდი ხალხი იყო, იმიტომ რომ იქ იყვნენ მოქალაქეთა კავშირის და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, გადიოდა მაგათთან. რა გინდა მითხრა რომ აი ეს ფთა რეფორმატორთა ფთა, ვითომ რეფორმატორთა ფთა ხდებოდა შენი გუბერნატორობის დროს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს და იგეგმებოდა გარკვეული რაღაც ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინ ანუ ეს შეიძლება პირდაპირ. ეს პირდაპირ ეთერში ვამბობ ამას და ამას რა თქმა უნდა უშროების საბჭოში ოფიციალური დოკუმენტები გააქვს, ოფიციალური მოხსენებები მაქვს. შენ როგორც გუბერნატორს გაგზავნილი გაქვს, აი ეს ვიღაცეები რა თქმა უნდა მუშაობენ საქართველოს ტერიტორიული წინააღმდეგ, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა. ეს მაქვს მე ოფიციალურად დადებული მაგიდაზე, ეს მაქვს მე პირადადაც ნათქვამი, მაგრამ არსებობს ეს დოკუმენტები უშროების საბჭოში. რა რეაქცია ქონდა? რეაქცია ქონდა ასეთი. ვერ ვიტყვი რომ იმდროინდელ პრეზიდენტს ამაზე არ ქონდა რეაქცია, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ეს რომელი წელია უკაცრავად? ეს არის მოყოლებული 95, 16, 17, 18, 19. მაშინ ჯერ კიდევ ძალა ქონდა ამ კაცს შევარდნაძეს. ქონდა და ვაკავებდით, ბევრ საკითხებს ვაჩერებდით. მაგალითად, აი მე რო ჩავედი იქ, იყო შეიარაღებული ფორმირება, იმდენად ძლიერი შეიარაღებული ფორმირება, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც დღეს ნუ ასე თუ ისე და წარმომადგენლები, მოდი ესე ვთქვათ, მოდი ყველაფერს მოვიტყვით ახლა ღია ცალკე გეტყვი, სააკაშვილის მეგობარია და შეერაღებული ფორმირებები იყვნენ, რომლებიც გადიოდნენ წვრთნებს ყოფილ პიონერთა ბანაკებში. სახთა დავშესროლახე, არ ვიცი საიდან, ნუ თანხები ქონათ არა საქართველოსდან. იმდენად ძლიერი ფორმირებები იყო, თან იქ რუსული ბაზა არის, იარაღიც გამოაქვთ. თუ გაუჭირდებათ, გაიხსნება ბაზა შევლენ იქ და დაიკეტებოდა ბაზა, იმიტომ რომ იყო მაგალითად სტინგერები ამოვიღეთ ჩვენ ერთი პერიოდი და ვისაც ჰქონდა იმას, რომ გამოვედევნეთ, ასე ვთქვათ, მეც მონაწილეობდი ამაში, იმიტომ რომ თუ პოლიციელს არ წაახალისებ, ბოლომდე არ წავა ის დღეში საომრად. იძულებული ვიყავ ეს გამეკეთები და შევარდა იმ ბაზაში. ანუ ნუ ვერ შეხვიდოთ. ვერ აღშევიდოდით. მე დავმეგობდით იმათანაც კონტაქტები ქონდა, მაგრამ ეს ხალხი და იმდენად ძლიერი იყო, რომ აი ჩვენი შეიარაღებული ფორმირებები რო იყო ადრე, რო აწიოკებდნენ ხედრიონი და მისთან. ნუ ხედრიონის რაღაცა ფრთა, რომელიც ზოგი თავსდებდა მართლა ეგრეთ სხვა არ ვიტყვით. იქ ვერ შევიდნენ. მოატრიალეს და გამოუშვეს. სად მოხვედი, რომელ ქვეყანაში უთხრეს ესეთი და მე რო იქ მივედი, პირველად ჩემამდე წუნებულს იქ არ უშვებდა. სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყო, გამგეობები ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, დროშები, ეთი ყველაფერი არ იყო და ეს ყველაფერი შექმნით. დამხვდა
30,000 კაციანი მიტინგი, შლაგბაუმი და რომ მომადგა ეს კაცი, ახლა რომ ხდება ხოლმე უცირით ერთმანეთს და პირდაპირ მითხრა სომხურად, ქართულად, რუსულად, ერთი წუთი, მეორე წუთი, მესამე წუთი. შენ გღებულობთ როგორც ახალქალაქს, როგორც არარწმუნებულს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცნობთ ცენტრალურ ხელისუფლებას. გღებულობთ როგორც ელჩს და არმენოლოგს პატივს გცემთ და იმიტომ და შევედი იქ. მარტო არ მძღოლთან ერთად 100 კაციანი დაცვა რომ ყოლოდა ჩიტებით გაჟუჟავდნენ ისე იქ მთებია ვერაფერს განაზრდა აზრი არ ქონდა და არც მყავდა და არც ამის ფინანსები ეს ალბათ ახალციხიდან რომ ამოდიოდი ახალციხიდან რომ ამოდიხარ არის ხო ახლა ამოდიხარ გზაზე მთებია რომ უახლოვდები ხო და ამ დროს მე ნალაპარაკები ვარ სომხეთის მხარესთანაც ელჩი ვარ რომ თუ ეგეთი იმათაც არ აწყობდათ ესეთი არეულობა ეგ რა თქმა უნდა იმათ უნდათ ნორმალური ურთიერთობა და უნდათ საქართველოსთან პირდაპირ მითხრა იმ პრეზიდენტმა თუ გექნება გილაჟნა პრობლემები დამირეკენე იძულებული ვიყავი დამერეკა მასთანაც ჩვენ პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ 5 წუთში იქ დასრულდა ყველაფერი კი არა კონტროლობდნენ მაგრამ იმათი შიში უფრო ქონდათ ვიდრე ჩვენ ნუ იმათ შიში ქონდათ იმის რომ ხარს თუ არ დაუჭერდნენ მარტო დარჩებოდა ესეც მოხდა მე დავჯექი იქ ის დროშები სიმბოლო მიწები გამოიყო აჭარლების ჩასახლება მოხდა თამარის ძეგლი დაიდგა ჯარები გაყვანა და მეტნაკლებად იმიტომ რომ იქ მოსახლეობა სომხური მოსახლეობა ძალიან კარგია შენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვი რომ მთელი ამ შენი საქმიანობის დროს პირები რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობებიც ეყავათ მონაწილეობდნენ რაღაც შეთქმულებებში რომლებიც სახელმწიფოს თლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მე ესე გადავთარგმნე. ესე არ ვწდები. ამას სერიოზული ბრალდება. ამას ვიმეორებ, უფრო მეც გეტყვი. ეხლა როდესაც ეხლა გადმოვიდეთ აქეთ. კი. როდესაც უკვე ვარ ძებნილი და უკვე ბედმა გამიღიმა იმედი არ მქონდა რომ საქართველოში დავბრუნდებოდი ამ 9 წლის მერეც და უცბად დატრიალდა ეს ყველაფერი და უნდა განიხილება პოლიტიკური დევნილობის სტატუსი ერთ-ერთ აღმოსავლეთის ქვეყანაში, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩრდილოური რეგიონის ხვდები, რომლის წარმომადგენლებს შეხვდი მე, იქ მე ვცხოვრობდი. პირდაპირ ჩილოეთ კავკასიაში ვცხოვრობდი, გუდერმესშიც, იქაც. და ისინი შეხვდნენ სხვაგან. პირდაპირ მითხრეს არჩევნების წინ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ჩასული ჩილოეთ რეგიონში ჩვენი მეზობლის თურქეთიდან შემოვიდნენ ჩილო-კავკასიურ რეგიონში. ჩილო-კავკასიის რეგიონში თბილისის საქართველოსთან არ შემოვიდნენ. ეს არის ლაფანყურის ამბები რომ დამთავრდა და იწყება იმის თურქეთიდან შემოვიდნენო და გვითხრეს ეძებდნენ ძალიან მაღალ ფასად შემსრულებლებს რომლებიც ტერაქტს ჩაატარებდნენ, ტერორისტულ აქტს ჩაატარებდნენ არჩევნების წინა დღეებში ან პრეზიდენტის სასახლესთან, სააკაშვილთან ან პარალელურად სამების ტაძართან. და რაღაცა არ მოხდა იქ, ვერ შეთანხმდნენ თუ რა ეს დეტალები არ ვიცი და ეს რუსეთის ფედერაციის თანხმობით ალბათ არა. არა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არის. იმიტომ მოხდა ეს თურქეთიდან შეხვედრა და რაღაც ჩუჩული და შემდეგ გავიდნენ. თურქეთში იყო ეს შეხვედრა, ხო? თურქეთიდან შემოვიდნენ ჩილოეთ კავკასიაში და შემდეგ ერთად მერე წავიდნენ ისე უკან. და აქ იყო ამაზე საუბარი და ეს ხალხი მეტნაკლებად თურქეთიდან ჩილო-კავკასიაში ჩაფრინდნენ, ხო? ჩაფრინდნენ ალბათ, რა გზა და როგორ დეტალებს მე ახლა მე გეტყვი რომ დამთავრდება გზა, ყველაფერი ვიცი ზუსტად გეტყვი. და ის ადამიანებიც იცი, ვინც მონაპილაკებს აწარმოებდნენ? ის ადამიანები, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, არ ვიცი, მაგრამ ამ ხალხმა რა თქმა უნდა იციან, ახლა იქ ყველას იცნობს და მითხრა. და ალბათ რაღაც ეძებდნენ კილერებს, ხო, ალბათ ან შემსრულებლებს, რასაც ესენი აკეთებდნენ 9 წელს მანძილზე სულ მუდამ. მეტი არჩევნების წინ ვიყავი სომხეთში და რაღაცა დაიბეჭდა ერთ-ერთ ისტორიულ გაზეთში ჯავახეთზე და დრო მქონდა და დაველაპარაკე რედაქტორს და გიგლა, შენ მიხედე შენს პრეზიდენტს სააკაშვილს გულისხმობს, რომლებიც ჯავახეთშიო ხმების დაჭერის სანაცვლოდ მოსახლეობას პირდება რაღაც იქაურ კლანებს პირდება რაღაც განსაკუთრებულ სტატუსო და ამასო ამ სტატიებსო თავი დაანებიო ესე მითხრა. ესენი არიან წამსვლელები ყველაფერზე იყვნენ და ეხლა დარჩნენ. ხო, თუმცა ეხლა ისეთი არა, მაგრამ კარგი, მოდი მოკლედ მითხარი, რატომ ნინო გურჯანაძესთან გუნდში? რატომ ნინო ბურჯანაძესთან გუნდში და მე ასე ვიტყოდი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ პოლიტიკა მოვიდა შეიძლება ითქვას ჩემთან ასე თქვათ და მე გადავწყვიტე პოლიტიკაში დაბრუნება და პოლიტიკოსის გვერდით დგომა. ნინო ბურჯანაძესთან მე მაქვს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობები, ჯერ კიდევ როცა ძებნილი ვიყავი მაშინ
მისი პოზიციები იგივე 26 მაისის რაც მოხდა, გითხარი ამას ირანიდან უყურებდი და რაღაც სასწაულ ძალიან საშინელება იყოს. მისი ეს პოზიცია პოლიტიკური ორგანიზაციის არაკოჰაბიტაცია, ნაციონალური მოძრაობის გასამართლება და სხვა აბსოლუტურად თანხვედრია ჩემს. ეს არა შურიზიება ჩემი. და რა შეგიძლია იყო იქ, რა პოზიციაზე ხარ, ანუ ჩვენი ახლა პოზიცია მე ვარ თბილისის შტაბის ნინო ბურჯანაძის თბილისის სათავო ოფისის შტაბის ხელმძღვანელი. გასაგები. რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რომელიც არჩევნებში ახლა უკვე გაიხსნა ერთ შტაბი, 10-ს იხსნება და მადლობა, ძალიან საინტერესო იყო საუბარი. გიგლა ბარამიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ნახავთ რეკლამა, შემდეგ ნახავთ ახალ ამბებს, ხოლო შემდეგ ისევ დაბრუნდებით ცხელშუა დღეში. ახალი ორზე სტუდიაში ნატა ასეთიანი მუშაობს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. ჩიქოვანი კომისიის თავმჯდომარე 2009 წლიდან 2013 წლის აპრილამდე იყო. 2013 წლის 12 აპრილიდან დღემდე ის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა. დროებითი საპარლამენტო კომისია კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობას უკვე სწავლობს. კომისიის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხი დგას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკლამო ბაზარი, ინტერესთა კონფლიქტი და კომპანიებისათვის გადასახადების დაწესებაა, რომელიც შესაძლოა არაკანონიერად, არათანაბარ პირობებში ხდებოდა. კომისია ასევე შეისწავლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების საქმიანობასაც. ხიდაშელის განცხადებით ყველაზე მეტი დარღვევა ირაკლი ჩიქოვანს აქვს. დღეიდან გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. დღეს ის ოფიციალურად წარადგენს განათლების მინისტრის თანამდებობაზე თავის შემცვლელს და ამავდროულად ამ უწყებაში 8 თვიან მუშაობას შეაჯამებს. მარგველაშვილის ბოლო პრესკონფერენცია განათლების მინისტრის რანგში ამ წუთებში იწყება. ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვანესი, ჩვენ მოვახდინეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეპოლიტიზაცია. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი იმ გარდამავალ პერიოდში და იმ გარდამავალ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ჩვენ ვიცით, როგორ იმართებოდა განათლებისა და მეცნიერების სისტემა და უმნიშვნელოვანესი იყო დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ სისტემიდან პოლიტიკური ელემენტის ამოღება და მის გადაყვანა ნორმალურ რელსებზე. საშიშროება აქ მდგომარეობდა იმაში, რომ ამ პროცესში ყოფილიყო გარკვეული მენეჯმენტური ჩავარდნა, ეს არ მოხდა. სისტემა მუშაობს თავისუფლად, მართლობის კაცრი ხელის გარეშე, მაგრამ მუშაობს ეფექტურად და ამისთვის მე მინდა საგანგებო მადლობა უთხრა ყველა იმ პროფესორს და მასწავლებელს, რომელიც ამ პროცესში ჩვენ გვერდში ამოგვიდგა. შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ხელფასები. გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები დაახლოებით 25-დან 60%-მდე. ასეთი ხელფასის და შეეხო 70,000-მდე მასწავლებელს. გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები. ასეთი სადღაც 40-დან 55%-მდე და ეს ზრდა შეეხო დაახლოებით 15,000-მდე სკოლის ადმინისტრატორს. დაფუძნდა სასკოლო ავტობუსების პროგრამა, როდესაც ბავშვები დაყავთ შორეული დისტანციებიდან, სხვადასხვა სოფლებიდან დაყავთ ავტობუსები და 16,000 ბავშვი სარგებლობს ამ მომსახურებით. შეიქმნა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რომელიც თქვენ იცით, რეალურად ეს პროგრამა განხორციელდება სექტემბერში და სექტემბერში ყველა ბავშვს საჯარო სკოლაში მერხზე დახვდება წიგნები. მშობლებისთვის ეს არის სერიოზულად იმ ფინანსური და სხვა ტიპის შეღავათი, იმიტომ რომ ეს ბავშვები და მათი მშობლები აღარ იქნებიან ფინანსურად სერიოზულ პრობლემაში. დაახლოებით 9 მილიონამდე ოჯახს შეეხო ეს რეფორმა. დაფუძნდა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც პროფესიულ სასწავლებლებში დაახლოებით 15,000-მდე ბავშვი მომავალ წელს ისწავლის უფასოდ. შემოღებული იქნა 17 ახალი სპეციალობა უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. გაორმაგდა სტუდენტების დაფინანსების მიმართულება მაგისტრატურის, სოციალური დაზღვევის და სახელმწიფო სტიპენდიების მიმართულებით. პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში უმაღლესებში დაფინანსდა დოქტორანტურა. სკოლების მშენებლობა დაიწყო და 600-მდე სკოლა რეაბილიტირდება ამ წელს და 8 სკოლის მშენებლობა დაიწყო.
საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ მოვამზადეთ და ამერიკის მთავრობასთან ერთად მოვამზადეთ და ხელი მოვაწერეთ 140 მილიონიან პროექტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ამერიკულ მხარესთან ერთად მომავალი წლიდან ჩაიდება 140 მილიონი დოლარი. განხორციელდა ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რის შედეგადაც პირველი დაცული იქნება სახალხო ქონება და აღარასდროს აღარ მოხდება უმაღლესების ქონების გასხვისება. ეს არის ის შეცვლილი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეს ქონება ექნება დაცული მომავალ თაობებისთვის და ასევე განხორციელდა ცვლილება სახელმწიფო ბადესთან მიმართებაში და მომავალი წლიდან ამოსავალი დაფინანსებაში იქნება პროფესორი და პროფესორები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, აღარ იქნება ის, რომ პროფესორის მიმართ იქნება მიმართული მცირე ყურადღება და თანხები. და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგავთ, ეს არის ის, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენით იწყება ქართული მეცნიერების წარსულის აღიარება და ახალი მეცნიერების მშენებლობა. წელს არის 70 წელი დიმიტრი უზნაძის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან და მე დიდი სიამაყით და ახტაცებით ვამბობ იმას, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება საქართველოში. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი განვახორციელეთ ერთად, თამართან ერთად. თამართან ერთად ჩვენ დიდი ხანია ერთად მუშაობთ. თამარი სწავლობდა იმ ინსტიტუტში, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი მანამდე, ჯიპაში. ის აგრეთვე სწავლობდა ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მუშაობდა როგორც ჯიპაში, ასევე მუშაობდა ურბანულ ინსტიტუტში და რეალურად ბოლო 8 თვის განმავლობაში ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გეგმავდა და ახორციელებდა აი ამ ცვლილებებს, იყო თამარი. თამარი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მართლა უმციკლო ბიოგრაფია, სერიოზული, ბევრად ძალიან სერიოზული მიღწევები მენეჯმენტის მიმართულებით. ის არის ადამიანი, რომელიც უპრობლემოდ ახორციელებს ურთიერთობას პარლამენტში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ის კანონები, რომლებიც გადიოდა პარლამენტში, იყო მისი ხელმძღვანელობით და მან შესძლო ძალიან ეფექტურად ემუშავა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან და შესაბამისად მე წარუდგინე თამარის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ახობა ამასთან დაკავშირებით. ასე რომ წარმოდგინეთ გიდგენთ ქალბატონ თამარს და მზათა ვართ, რომ ერთად უპასუხოთ თქვენ კითხვებს. კურსი და რეფორმები, რა თქმა უნდა, დაგეგმილია. მიყვანილია იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე უნდა გადავიდეთ უშუალოდ ამის განხორციელებაზე და რეალურად ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა. რა თქმა უნდა, კურსის შესვლას არ ვაპირებ. რეფორმების პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწება, გახდება ფართოდ საზოგადოებისთვის ცნობადი, ხელმისაწვდომი, იქნება მათი ჩართულობაც, იქნება მათი აზრიც გათვალისწინებული, ამისათვის არის აი ასეთი მასშტაბებით ეს ყველაფერი დაგეგმილი. ეს გახლდათ გიორგი მარგველაშვილის პრესკონფერენცია, სადაც მან თავისი შემცვლელი წარადგინა და ასევე უწყების 8 თვიანი მუშაობა შეაჯამა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეა წარდგენილი. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები. მე ზუსტად 3 საათამდე გემშვიდობებით. ახლა კი რეკლამა და რეკლამის შემდეგ კვლავ ცხელიშვილი. მეცხრე არხის განახლებული ვებგვერდი. აირჩი რას უყურო. იყავი მოვლენების ეპიცენტრში. სუხია 2013 გუდაურში არ გამოტოვო. მიიღე სასურველი ინფორმაცია. ყველაფერი ერთ ვებგვერდზე. პოლიტიკა სიტყვებით თამაშია. ეკონომიკა ციფრებით. პროცესები ხშირად ანონიმურად მიმდინარეობს. სიტყვები და ციფრები ერთ სივრცეში. ერთად ჩავწვდეთ თამაშის წესებს. იყავი მოვლენათა ეპიცენტრში. ღია თამაში. მეცხრეზე.
და გრძელდება ჩვენი ცხელი შუადღე. ცხელი ამბები, ცხელი სტუმრები. რაზე ვის? არა გოგოები ვარ. ისეთი რა. დიდი არაფერი. 3 საათიც ხო გახდება შალვა. მოხვალე. მე მადლობელი ვარ, მინდა მადლობა უთხრა ყველას, ბედს განგებას, ბუნების ძალას, რომ ესე ჩვენი გოგონებთან ერთად. გაგიმართ. ეს საუბრისულ სხვა თემაა შალვა. ეს უკვე მოგიწონა. კარგი, ეხლა გავიღიმეთ და რაზე გვაქვს გადაცემა? ღიმილზე და სიცილზე, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს გადაცემის ბოლო ნაწილში მანამდე კი ქეთის ბორტია. მანამდე კი დედარძის პროდუქტები. გიყვართ დედარძის პროდუქტები? ნაყინი კი. მხოლოდ ნაყინი? სმეტანა, არაჟანი. ხაჭო და არაჟანი მიყვარს მე. კარტად ხო? რამდენად სასარგებლოა, როგორია ღიური ნორმა? სოფლის თუ პასტერიზებული და მოკლედ ამაზე ოდო მოგვიანებით უკვე სტუმრებთან ერთად ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გივი ბასილაძე, პროფესორი დარძის და დარძის პროდუქტების ტექნოლოგი და კახა სოხაძე, სურსათის სუნებლობის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი. სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ და მე სწორედ მათთან გადავინაცვლებ ახლა სასაუბროთ, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. ის რომ რძე დარძის პროდუქტები ზოგადად ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ჩვენ დეტალებს ჩავუღრმავდებით. რძე არის ის პროდუქტი, რომელიც სხვა პროდუქტი რომ არ მივიღოთ თვეობით ჩვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნება ვიტამინებით, მინერალებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით დავკონკრეტდეთ, რომელი რძე უფრო სასარგებლოა? სოფლის, ანუ გლეხური რძე თუ პასტელიზებული, ანუ ქარხნის რძე? ყველა რძე სოფლიდან მოდის და ის რძე შემდეგ ექცევა წარმოების პირობებში, მას უკეთდება პასტერიზება, თბოდამუშავება და მიდის მომხმარებლამდე. თქვენ თუ გინდათ რომ გაარჩიოთ, ესე იგი, საღირძე აღდგენილი რძისგან, ამაში ნამდვილად არის განსხვავება, იმიტომ რომ თვითონ იმ საღირძი დამზადდება შემდგომში აღდგენილი რძე. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რძე საკმაოდ მძიმე პროდუქტია და ბავშვებისთვის დიდი დოზით მისი მიღება არ შეიძლება. რამდენად სწორია? და კონკრეტულად რომელი რძე მაშინ დავაკონკრეტოთ? ბავშვებისთვის გააჩნია ასაკს, ახლა ჩვილ ბავშვს ნამდვილად ვერ მივცემთ ძროხის რძეს, იმიტომ რომ მისი ორგანიზმი საჭიროა მომნელებელი სისტემა არ არის ჯერ იმდენად ჩამოყალიბებული, რომ გადაამუშავოს ეს ძროხის რძე და ასაკს გააჩნია, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის ითვლება როგორც დიეტურ საკვებად. თავისუფლად შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერმა ადამიანმა. მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი ჩვილი ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი მიცემა ძროხის რძე. ბატონ კახა, რამდენად მოწმდება პროდუქტი, რომელიც ქარხნიდან უკვე დახლებზე ხვდება და სტანდარტებს რამდენად შეეფერება ჩვენი ქართული პროდუქცია? მე შემიძლია ვთქვა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო სრულ ჯაჭვს აკონტროლებს, ასე ვთქვათ, რძის წარმოებაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად კარგი წარმოებები, რომლებიც ამზადებენ ჩვენთვის ცნობილ ბევრ ბრენდის სახელით ბევრ რძის პროდუქტს. რა თქმა უნდა, კონტროლი ხორციელდება. მე შემიძლია ციფრებით გავამყარო ჩემი საუბარი. ნუ სადღაც 32 ინსპექტირება, 32 საწარმო არის შემოწმებული. 15-11 არის აღებული საქართველოს სხვა ბაზრებიდან, სხვა წერტილებში, სარეალიზაციო პუნქტებიდან. ასევე მონიტორინგის ფარგლებში ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება. ასე ვთქვათ, ვადაგასული სურსათის მათ შორის რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით. ნუ მინდა თქვა, რომ დარღვევები არც ისე დიდი არის. თითო დორულა შემთხვევა არის დარღვევების, ისიც რო ვთქვათ, რომ ესეთი რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ აღნიშნულა. აქედან გამომდინარე, რძის ხვნილზე ჩაგეკითხებით. საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა უკვე რძის ხვნილი და მისგან დამზადებული პროდუქტი, ასაკობრივი შეზღუდვები თუ არსებობს უკვე თქვა რძის მირთვევის შემთხვევაში? არავითარი ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. მთავარია თვითონ ის რძის ხვნილი იყოს კარგი, მე ვგულისხმობ, რომ არ უნდა იყოს ვადაგასული და უნდა იყოს მართლაც რძის ხვნილი და მასში არ უნდა იყოს სხვა ხვნილების შერეული. ხშირია შემთხვევები, რომ შრატის ხვნილი, დოს ხვნილი არის შერეული რძის ხვნილში, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი უფრო იაფია და თვითღირებულების შემცირების მიზნით ხშირად არის შერეული და მოხმარებას უბრალოდ არ მოსწონს ის, თორე ნამდვილი რძის ხვნილი, აი მაგალითად იგივე ვიტყვი ამერიკული, ჰოლანდიური
ნამდვილი რძის ფხვნილი, ანუ მზადდება ნამდვილი რძისგან. ნამდვილი რძის ფხვნილი და მზადდება ჩვეულებრივი და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ის ქვეყნები, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი, რომ აწარმოონ თავიანთი საკუთარი საღირძე, ყველა მოიხმარს რძის ფხვნილიდან აღდგენილ რძეს. ბატონ კახა, ერთია, როდესაც მოწმდება პროდუქტი და თქვა ვადებში ვჯდებით, მაგრამ მეორეა რა პირობებში ვინახავთ. აი ეს რამდენად კონტროლდება დღეს რეალურად, მით უმეტეს ზაფხულია, ცხელა, ხშირია თქვა შემთხვევები, როდესაც თქვა იგივე მაღაზიის მფლობელი თიშავს საღამოობით მაცევარს, რომ თქვა ელექტროენერგია დაზოგოს. აი ამ შემთხვევაში რამდენად კონტროლდება? რა თქმა უნდა, ესეც კონტროლდება, ესეც კონტროლის ასე ვთქვათ სფეროში არის ჩვენი სააგენტოსი. ეს პრობლემა არსებობს. ასე ვთქვათ, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მაცევრებს თიშავენ არ ხდება შესაბამის ტემპერატურული რეჟიმების დაცვა, ამასაც ვამოწმებთ ჩვენ. რა თქმა უნდა, არის მსგავსი ფაქტები. ამას ვერ ვარყოფთ. თუმცა ამაზე შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ ჩვენი უფლებამოსილი პირები. მე შემიძლია ფაქტები მოვიყვანო, მაგალითად, სადღაც რამდენიმე ტონა თხევადი სურსათი არის განადგურებული. მათ შორის რძინსაწარმი 50 ტონაზე მეტი მყარი სურსათი არის განადგურებული. ვადაგასული. ზაფხული ალბათ მაინც ყველაზე ცხელი სეზონია. ზაფხული ცხელი პერიოდი არის და ზუსტად ამასთან დაკავშირებით რძის პროდუქტი, რძისნაწარმი ესეთი სურსათი არის, რომელიც საჭიროებს შენახვის და რეალიზაციის განსაკუთრებულ პირობებს. ამიტომ მოხმარებელს მე არ უშვებ ესეთ შანსს ხელნა, რომ მოხმარებელი გავაფრთხილო, რომ არ ორგანიზებული სავაჭრო, ასე ვთქვათ, წერტილებიდან შეძენას წინიდან აქ ვერ იქნება დაცული რეალიზაციის და შენახვის პირობები. რა მინდა გკითხოთ, თვითონ რძის პროდუქტები საქართველოში აი ხვედრითი წილი, იმპორტირებული რძის ფხვნილით გაკეთებული და ადგილობრივი რძით დამზადებული. როგორი ხვედრითი წილია, აი რომელია უფრო მეტი? რძის ფხვნილით დამზადებული. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში მეცხოველება გავრცელებულია, მაინც ეკონომიკურად უფრო მომგებიანი რძის ფხვნილით დაამზადო. ეკონომიკურად მომგებიანია და სამწუხაროდ ზუსტად აი ეს მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სამწუხაროდ საღირძე იმ რაოდენობით არ იწარმოება, რომ დააკმაყოფილოს სამომხმარებლო ბაზარი. მესმის. და ესეც შეკითხვა კიდევ ერთი, თვითონ აი ხარისხის მიხედვით და გემოთი იქნება ან ეკოლოგიური სისუფთავის მიხედვით. რომელი ჯობია, ანუ აი ნამდვილი რძისგან დამზადებული პროდუქტი თუ ფხვნილი, თუ პრინციპში ტექნოლოგია ისეა, რომ აუცილებლად ფხვნილით უნდა დაამზადო. არა, ნუ ეხლა ის აღდგენილი რძე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ნუ საღირძე და აღდგენილი რძე, ხო, ანუ რძის ფხვნილი. ეს ერთი და იგივე პროდუქტი არის. კი ბატონო, გასაგებია. უბრალოდ ეს არის, ასე ვთქვათ, ესეთ პოპულარული ენაზე რო ვთქვათ, გამშრალი რძე არის. ანუ მის შესაბამის კონდიციამდე აღდგენისას ეს არის ჩვეულებრივი რძე. გასაგებია. არანაირი დანაკარგი ამ მხრივ არ არის და არ განსხვავდება. რა თქმა უნდა. თუ ტექნოლოგიური პროცესები, ტექნოლოგიური მოთხოვნები, ასე ვთქვათ, სრულყოფილად არის ზედმიწევნით არის დაცული, ის არის იგივე რძე. ანუ აღდგენის შემთხვევაში მიიღება იგივე პროდუქტი. არა, უბრალოდ შეიძლება კონსერვანტებს ან რამეს უკეთებენ, არა? კონსერვანტები იმ შემთხვევაში, კი მოგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ესეთ კონსერვანტები, რომელიც დაშვებული არის ჩვენ ნორმატიული ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, ნუ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, უბრალოდ ერთს დავამატებ, რომ უნდა იყოს აუცილებლად ეტიკეტზე მითითებული, რა კონსერვანტი არის გამოყენებული, რა საკუთარ დანამატი არის გამოყენებული. ანუ კონტროლდება ეს ყველაფერი ეტიკეტზე, რაც არის მითითებული. რატომ არის ასეთი წვრილი შრიფტით, რომ რთული არის მისი აღქმა? არ შეიძლება რომ ვთქვათ რაღაცა სხვაშორის ესეც რეგულირდება გარკვეული ნორმატიული აქტით, ეტიკეტირების წესი არსებობს ესეთი ნორმატიული აქტი, მით რეგულირდება. უბრალოდ აქედან გამომდინარე, იქიდან სურსათის ზომიდან, დაფასოების ზომიდან გამომდინარე, ნუ ზოგ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ალბათ ამის სრულად ან ისეთი კაფიოთ დატანა. იმიტომ რომ იმდენ ბევრი ინფორმაცია გროვდება ზოგ შემთხვევაში სურსათის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომ ალბათ ვერ ხერხდება. ზოგ შემთხვევაში მეწარმეები. ანუ მეწარმე, როდესაც აწარმოებს პროდუქტს, აუცილებლად ყველა ის ინგრედიენტი უნდა იყოს მითითებული და დატანილი ინფორმაციის სახით, რასაც თქვათ უყიდულობთ უკვე ჩვენ რეალურად ბაზარზე. მე შევავსებ ბატონსალვას შეკითხვას, ყველაზე სრულყოფილი არის ცხოველის ორგანიზმიდან მიღებული ყოველგვარი დამუშავების გარეშე რძება. მხოლოდ უნდა იყოს სუფთა, გაფილტრული და ყოველგვარი თბოდამუშავების თბოდამუშავების დროს, როდესაც ჩვენ პასტერიზებას უკეთებთ რძეს, ანუ ვადუღებთ. ეს არის ყველაზე მაღალი რეჟიმი თბოდამუშავების, ესე იგი ბაქტერიები ხდება იქ. არა მარტო სასურველი ბაქტერიები, ცილების დენატურაცია ხდება, ასე ვთქვათ, თუმცა ეს არის უნებლობის მოთხოვნებიდან გამო დიდი ბოდიში, რომ ჩაგეჭერთ უნებლობის. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ
ყველაზე სრულყოფილი და დაბალანსებული არის. ანუ საუკეთესო ვარიანტი, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ თვითონ ბუნებაში ცხოველის ორგანიზმიდან გადადის თავის ჩვილის ორგანიზმში, ხო, და ეს არის ყველაზე სრულყოფილი. მაგრამ ჩვენ აქ ვერ დაუშვებთ იმას, რომ ასეთი რძე გამოვიყენოთ, მომხმარებლამდე მივიტანოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაიმე დაავადება იყოს და თუ მას თბოდამუშავებას არ გაუკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაავადება პირდაპირ გადავა მომხმარებელზე, მაგრამ აი შეკითხვის პასუხი ასეთია, ჩემი, რომ ყველაზე სრულყოფილი არის თუ ჯამრთელია დედა, მისგან მიღებული რძე, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები მთლიანად იკარგება ადუღების დროს. ანუ ახლა მოწვევილი არ ადუღებული რომ დალიო, დაწნეული უნდა იყო, ოღონდ რომ იზროხა არ არის რა თქმა უნდა. და ძროხა თუ არ არის ჯამრთელი, მას რძე აქვს ამ შემთხვევაში იმასაც ამბობენ არა, როგორ არ აქვს რძის რაოდენობა მაშინვე არ იცვლება, დაავადება თანდათანობით, ესე იგი, ადაპტირდება ცხოველის ორგანიზმში და ცხოველი იწველება, მაგრამ ის დაავადების გამომწვევი მიკრობები, აი როგორი დაავადებებისაა ტუბერკულოზი, თურქული, ბრუცელოზი, ეს არის იმის ცხოველის ორგანიზმში და პირდაპირ რძის მეშვეობით გადავა მომხმარებელზე, თუ ის არ იქნება პასტერიზებული და სტერილიზებული და ასე შემდეგ. ბატონ გიო, ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე მინდა გადავიდეთ. საქართველოში რეალურად არის ძალიან ბევრი სახის ყველი, იქნებათ იმერული, იქნებათ სულგუნი, შებოლილი სულგუნი, რომელიც თქვა ხარშვის შემდეგ იწარმოება და მზადდება უკვე. რეალურად რომელი უფრო სასარგებლოა? შეგვიძლია გამოვყოთ? იცით რა არის? ნორმალურად დამზადებული ყველა ყველი არის სასარგებლო და სასიამოვნო საკვები. მაგრამ ის უნდა იყოს მოქცეული იმ ჩარჩოებში, რასაც სტანდარტი გულისხმობს და აი დღეს უკვე დამეთანხმება ჩვენი სტუმარი, ესე იგი არის საშუალება გაკონტროლდეს წარმოება, აი კრიტიკული საკონტროლო წერტილებით და რისკების ფაქტორებით და ის ყველი იყოს არა საშიში, არამედ სასარგებლო. მაგრამ აი ყველაზე დიდი პრობლემა არის გაუკონტროლებელი წარმოებები, პატარა მცირე საწარმოები, აი თუნდაც პატარა მცირე ფერმერული მეურნეობის პირობებში 2-3 ძროხა რო ყავს. და იქიდან რომ მზადდება, აი ამ რძიდან რომ მზადდება ყველი, აი ეს რა პროდუქტია, ეს მოდის ბაზარში, თუ არ კონტროლდება ვეტერინარული სამსახურის მეშვეობით და მით უმეტეს თუ იყიდება ბაზრის გარეთ, ეს არის ძალიან საშიში და შეიძლება საკოლმეურნეო ბაზარში ალბათ ყველა პროდუქტი შემოწმებულია, ხო ასე არის? თუმცა საქართველოში მაინც ისე ხდება, რომ ყველს ძირითადად მაინც საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდულობ და არა ქართულ ტრადიციული სამხმარებლო მიდგომა არის ჩვენი სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეხლა ესეთი პრობლემურად განვიხილოთ გლეხური წარმოების ყველი, რომელიც ოჯახებში მზადდება, შემდეგ გამოიტანება ასე ვთქვათ ბაზარზე და ხდება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ხდება ეს. და ხშირ შემთხვევაში აღნიშნე არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში. აი თქვა მარკეტში თუ ვყიდულობთ, რამდენად შემოწმებული არის ასეთი ყველი? რა თქმა უნდა, მარკეტში განთავსებული, სურსათ ან ორგანიზებული სავაჭრო ობიექტებში არსებობს მიკვლევადობის პროცედურები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სურსათის უნებლობის, რომელიც დანერგილი უნდა კონდეს ყველა დონეზე, დანერგილი უნდა იყოს ყველა დონეზე, მათ შორის რეალიზაციის დონეზე, წარმოების დონეზე, დისტრიბუციის დონეზე და ასე შემდეგ. ანუ თუ მარკეტში ორგანიზებულად იყიდება კონკრეტული პროდუქტი, მაგალითად ყველი, მარკეტის მეპატრონი იქნება თუ ან ვინც მართავს კონკრეტულ პროცესს, ვალდებული არ ქონდეს მიკვლევადობის პროცედურები, ანუ საიდან მიიღო, ვისგან მიიღო. ანუ მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს კონკრეტული დასაკუთრება, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ანუ გარკვეული რისკების აღმოჩენის შემთხვევაში მიკვლევადი უნდა იყოს წარმოებელი. ანუ თუ რაღაც პრობლემა გაჩნდა მოგვიანებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საიდან გაჩნდა და ვინ არის შემომტანი ამ კონკრეტული პროდუქტის. ამას ემსახურება ეს მიკვლევადობის პროცედურები. მაგრამ მეორე საკითხია, რომელი სუპერმარკეტის მეპატრონი ამოწმებს საიდან მოდის ეს ყველი. ეს არის. ანუ თქვენ ამის კონტროლს არ ახორციელებთ. როგორ არ ახორციელებთ? ეს არის ერთ-ერთი როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპონენტი არის და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ერთ-ერთი კონტროლირებადი ასე ვთქვათ საკითხი არის. ანუ ისევე როგორც სხვა რძისგან დამზადებული პროდუქცია მოწმდება ამ შემთხვევაში ყველის. მათ შორის ჩვენს მიერ ხდება სამხმარებლო ბაზარზე ამ სარეალიზაციო პუნქტებში ნიმუშების აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოკვლევა ყველის რძის სხვა პროდუქტების არაჟანი, ხაჭო და ასე შემდეგ, მაწონი და ასე შემდეგ. და მე მოხმარებლის მინდა მოვახსენო რომ მაინდა-მაინც საგანგაშო არ არის. არ არის ცუდი მაგის სულ ამდენი კვლევებში სულ ორ-ორი დარღვევა არის რეგისტრირებული, რაზეც განხორციელებული არის შესაბამისი ქმედებები, ანუ არაგეგმიური სპექტირება არის ჩატარებული ამ წარმოებაში და
სამაგისად გივის შენახვის პირობები როგორი უნდა იყოს ყველის? თქვა სხვადასხვა ვარიანტი არის პოლიეთილენის პარკში, მაცივარში, პარკის გარეშე პოლიეთილენის მაცივარში, გრილ ადგილას. აი ჩამოთვალოთ ყველა სახის როგორი შენახვის პირობები უნდა ქონდეს. ეხლა არ იფუთებოდა ბოლო ხანებში ხედავთ რომ ჰერმეტულად არის შეფუთული და იყიდება. თუ საკოლმეურნეო ბაზარში შევიძინეთ, მაშინ ჩვენ თავად უნდა უზრუნველყოთ. მცირე მეწამე ამას არ ფუთავს. სულგუნი 1-3 დღის განმავლობაში მონწიფების შემდეგ შეიძლება მოხდეს უკვე მისი რეალიზება და თავისუფლად იყიდება. ესეთი თავარი რა არის, ესე იგი, თავარი არის ჩვენ სუპერმარკეტებში მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარი ექიმი არის, ყველა სუპერმარკეტში არის გაფორმებული ვეტერინარი ექიმი და ის ამოწმებს, მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენ დავიზღვიოთ თავი, პირუტყვი უნდა იყოს თვითონ ჯამთელი და ადგილზე უნდა მოწმებოდეს პირუტყვის ჯამთელობა. აი იგივე სოფელში, რეგიონში ვეცსამსახური უნდა ამოწმებდეს ამას და თუ არის დაავადებული ცხოველი, ის უნდა ან გამოირიცხოს, ან უნდა იმკურნალოს, ან ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მაღაზიებში ამის გადაკონტროლება. მithumetes რომ აცრები რეკლამაც გადის ეთერში უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ესეთი შეკითხვა მაქვს თვითონ ძისგან დამზადებული ძის პროდუქტების. ნუ ყველაზე გემრიელი მოგეშოთ ყველია ჩემთვის, ხო, მიყვარს გუდის ყველი, განსაკუთრებულად ალვანური ყველი მიყვარს. მაგრამ მნიშვნელობა აქვს თვითონ აი ძროხის ჯიშს და საძოვსის გემოვნებითი თვისებების, ან ძე როგორი აქვს, ანუ ამას აქ მნიშვნელობა. რა ბალახს მიიღწევს? რა თქმა უნდა. ცილოვანი შემოდგენილობით არა მარტო ცხოველის ჯიშს საკვებს თვითონ იმ რეგიონს ეკოლოგიურ სიტუაციას, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და დამოკიდებულია საბოლოოდ პროდუქტის ხარისხი, აი განსხვავებულია ამიტომაც ზაფხულის და ზამთრის ყველი. მე მაგალითისთვის თუნდაც ფერი და თუნდაც გემოვნებითი. ქართული ყველი. მზადდება ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. თვითონ ჯავახეთშიც ნინოწმინდის ქართული ყველი განსხვავებულია ახალქალაქის და ახალციხის ყველისაგან. საუკეთესოა. რატომ? იმიტომ აი ალპური საძოვრებია იქ 2400-2500 მეტრზე და იქაური ფლორა სავსები. ასევე თუშეთშიც. ბატონო, თუშეთში. აი თუშეთში მაგალითად ხო გუდის ყველი რომ მზადდება, ხო თუშეთში რომ გუდის ყველი მზადდება, იმას მიუხედავად იმისა, რომ აი მე დავახასიათე ნინოწმინდის ალპური საძოვრები, იქ ვერ დაამზადებს. დამოკიდებულია როგორც წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, ისე ცხოველის ჯიშზე და ბოლოს უკვე მის მკეთებელზე ვინც აკეთებს ამ ყველას. მაგრამ ვერც ერთი ოსტატი ხო მაგალითად გორში ვერ დაამზადებს ისეთ გუდის ყველს, როგორც მზადდება ალვანში, ხო? ვერ დაამზადებ და ისეთი ქართულ ყველს, როგორიც არის, მაგალითად, ნინოწმინდის რაიონში, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ბორჯომშიც ვერ დაამზადებ. ან სენაკში სულგუნს რო აკეთებენ სხვა შორის. სენაკში დაგეთანხმებით, ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი ზუსტად, სენაკში, მარტვილში, აბაშაში, სამეგრელოში რო სულგუნი მზადდება, ისეთ სულგუნს ქართლს და კახეთში ვერ დაამზადებ, იმიტომ იქაური ძროხის ჯიში ეს კვარაცხელიების საქონელია, იქაური ალპური საძოვრები, ხო? განაპირობენ ზუსტად მის საუკეთესო საგემოვნო თვისებას. აი, გეკეკელი. მე ეს ვიცოდი. მე არ ვიცოდი არაფერი სამაგიეროდ. მაწონზე გადავიდეთ, რომელიც არის თუ არა წმინდა წყლის ქართული პროდუქტი. დაგეთანხმებით, რომ ეს არის წმინდა წყლის, როგორც თქვენ ვწადეთ, ქართული პროდუქტი, საუკეთესო პროდუქტია, განსხვავდება თითქმის ყველა რძემჟავა პროდუქტისგან. რომელიც უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის ვიდრე რა თქმა უნდა, მაწონი ბევრად უფრო ადვილად შესათვისებელი, მოსანელებელი და შესათვისებელია, ვიდრე თვითონ ის რძე, რომლისგანაც მაწონი მზადდება. იმიტომ რომ დამზადების პროცესში ხდება ბიოქიმიური პროცესი და ეს რთული ცილები იშლება უფრო მარტივ ცილებად, რომლებიც უფრო ადვილად მოინელება და გადამუშავდება და ეს არის საუკეთესო. თრგუნავს პობის ბაქტერიებს კუწნაწლავის ტრაქტში და სახლდება ზემჟავა ბაქტერიები. და ამის შემდეგ ესე იგი გარანტირებულია, აი რატომ არის რომ ვამბობთ რომ აი კავკასიაში დიდხანს ცოცხლობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს არის დიდ ნაწილად იმ რძევჟავა პროდუქციაზე დამოკიდებული, რომელსაც მაწონი ქვია და ტყილად არ იყიდეს იაპონელებმა ჩვენგან რეცეპტი. მართალია ამ საუბრის თემას არ შეეხება, მაგრამ რახან ჩემი სტუმარი ხარ, ბატონ კახა უნდა კითხოთ, გენმოდიფიცირებული პროდუქტებზე კანონი როდი შევა ძალაში, რომელიც ალბათ ყველა მაყურებელს აინტერესებს. ამასთან დაკავშირებით პროექტი უკვე მზად არის კანონის
ჩვენს უწყებას იქნა განხილული, სხვა უწყების მიერ არის მოზადებული. გარკვეული რეკომენდაციები რა თქმა უნდა ჩვენს ქონდა, ალბათ კანონი მოგეხსენებათ პარლამენტის მიერ არის მისაღები და როგორც კი შევა კანონი ძალაში ნებისმიერ პროდუქტზე მითითებული იქნება არის თუ არა ის გენმოდიფიცირებული ეს საკითხი ეხლაც რეგულირდება მე მოგახსენებთ ეტიკეტირების ესთან დაკავშირებით. აქ არსებობს ესეთი მოთხოვნა 0.19%-ზე მეც თუ შეიცავს სურსათიან ინგრედიენტს ამ სურსათის შემადგენელი რომელიც ეს სურსათი თუ შეიცავს ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იქნას მითითებული რომ შეიცავს გმო ორგანიზმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაში ვიხდით თანხას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მეც თანხას ვიხდიდეთ სწორედ გენმოდიფიცირებულ პროდუქტში, რომლის შემოწმება რეალურად შეუძლებელია მოხმარებელისთვის რა პროდუქტს მოიხმარს. და რაში იხდის თანხას. და ხშირ შემთხვევაში იმაზე უფრო მეც ვიდრე ეკოლოგიურად სუფთაში. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. არა უკმარისობის გრძნობა აშკარად მაქვს, იმიტომ რომ ისეთი დიდი თემა როგორიც არის კარაკი, ამაზე ვერ მოვასწარი საუბარი. კარაკი, სპრედი თუ კარაკი. და როდესაც ორივე ერთდროულად აწერია, გაიგო კარგ განწყობას. არა, ამ თემას მე დაუბრუნდები მაყურებელს პირდები. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარაკი ჯობია. შალო ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ თემაში. ყვარებია, ყვარებია. მისთვის ერთ-ერთი საინტერესო თემა აღმოჩნდა და დავასრულოთ თემში. ღიმილზე რა გახსენდებათ? ნუ მარკესის სიტყვები ბუნებრივია. ვაფშე არ მახსენდება შეამაკა მე მახსენდება მარკეტი არასოდეს არა რო ჩაიხედა Facebook-ზე ყოველ დღე Facebook-ზე ნუ მარია ჯო რა ის მარკესის სიტყვები გახსენდება მარკეში რო ჩაიხედება დილით იმ წუთში მარკესი ახსენდება ყოველ დღე Facebook-ზე არ არსებობს რომ ვინმე მეგობარმა არ დადოს მარკესის სიტყვები არ დაგავიწყდეთ გაიღებთ რადგან ვინმე შეიძლება თქვენი ღიმილი შეუყვარდესო არ გახსოვს ვაფშე სათქვა ეგ სათქვა და სახში თავის და ჩაიში რო ჩაიხედა კარაკია მარკესი არ მახსენდა და ქართულ ყველზე ფიქრობდა ციხეში მარტო და იქ არაფერი ეგეთი არ თქვა იქ მაგაში გასი არაფერი არ თქვა პოლკოვნიკს არავინ არ წერს მაგაშიც არ არის ნუ კაი მარკესი გასაგებია და ულებაიცის გაზბა და ულებაიცის არ გახსოვს აი ის რა ახსენდება მაჯილის ულებკაიუსვა ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ რეალობა ასეთი კიდე ძალიან ბევრი გაგაცინოთ აბა შენ ძახმამაღალ გაწყადებს მოვაკეთე მე თვითონ დავამონტაჟე ეს არის ფილმებიდან კადრები და ცნობილი ადამიანების აბა შენ დაუ როგორი კარგი მემონტაჟია გადასარა მე ხო კარგად არ ხო ახალ აღმოჩენებს აკეთებ და ეს არის მინი რეჟისორი მართლა მინი არა მაქსი მაგის როლი Facebook-ზე ხო ჩარტოთ ფირი ხო ჩარტოთ ფირი They make me laugh. Now he's making me laugh. ნიკოლას კეიჯის სიცილი რომ მოვისმინე აქ შემიყვარდა ეს მსახიობი დავიდან მოგესალმებით
ანუნა არის დღეს ჩვენი სტუმარი მდივნიშვილი ჩვენი დილის გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკის წამყვანი და ასევე თამარა ზმაიფარაშვილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. საუბრობთ ღიმილზე, ანუ შენი დავიწყოთ რა მოხდა, რა კონკურსი არ არის თუ არ ვცდები? მაისში გააგზავნე შენი ფოტო, გავუღიმე მსოფლიოს. ცოტა სხვანაირად იყო. აი როგორ იყო, მოდი. უბრალოდ ეს არის ყოველწლიურად კეთდება ეს პროექტი, 51 ქვეყანა მონაწილეობს თუ არ ვცდები, ხო? და შავას მინდა აქვე ხო? შენ თუ ნახე ეს ვიდეო, იქ გავუშვა პარალელურად და ჩვენს ქვეყნებას საშუალო 55-ია წერია თუ რაღაც. მონახოთ. აჰა. დავიდე. 55 რეჟისორი იღებს მონაწილეობას. გადის. რეჟისორი? 31 და გავუღიმე მსოფლიოს ქვია. კი, ეს ქვია და თითო ქვეყანა, ყოველი ქვეყანა აკეთებს თვითონ ამ ვიდეო რგოლს და მე უგზავნის თავად რეჟისორს, ეს არის ფრანგი. აი, ეს. აი. ეს მეგობარი ბატონ დივანი. ანუ ორი ქართველი მოხდით. კი. არაფერი, ახლა გეტყვი თავიდან როგორ იყო. უბრალოდ ლაშა ბირკაძე, რომელიც არის რეჟისორი, დამირეკა და მითხრა რაღაც ესეთი პროექტია, ვერ გავიგე წესიერად. როცა თან მითხრა, რომ ბიჭიც მინდა რაღაც ქართული გარეგნობის და ბატონს დაურეკე და მივედით გადაღებაზე. ჩვეულებრივ გადაგვიღო, გაიღიმეთა. და მე გააგზავნა ეს ვიდეო, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, იმიტომ რომ მეც ცალკე მომწერა ფრანგმა, ლაშას ცალკე და აი ეს არის ლაშა. ახლა და ძალიან დიდი აღფრთოვანებით და რაღაცა მოწონებით მოგწერა, რომ ძალიან მოხარული ვარო, რომ მიიღეთ მონაწილეობა, მოკლედ კმაყოფილი დარჩა საბოლოო ჯამში. ხშირად იღიმი ცხოვრებაში? კი, ყოველთვის თითქმის ყოველთვის ვერ იქნება კაი ხასიათზე, მაგრამ ხშირად არ კაი ხასიათზე, ასე რომ მინდა რომ ყოველთვის რაღაც გავიღიმე, იმიტომ რომ დადებითი ემოციები მოდის და ადამიანსაც როცა უღიმი, ანალოგიურად მე მგონი რაღაცა წარმოუდგენელია იმასაც არ გაგიღებს. სარკისებური ხო, აი შავა შემთხვევაში ეს ეფექტი არ ჭრის და არ მუშაობს. ნუ ყველასთან არ ჭრის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის მახსენეთ. გახსენეთ. ღიმილი ყოველ შემთხვევაში ბევრ რამეში ჭრის. რაში ჭრის ღიმილი, აბა? რაში დაგხმარებია? რაში დაგხმარებია ღიმილი? ნუ ადამიანთან ურთიერთობაში რაღაცა კეთილგაწყობის დამსახურება. ანუ აი თუ გინდა კეთილგაწყობის. გავუღიმე, არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თან ღიმილიც რაღაცა აი კონკრეტულად დაგხმარებია გულის მოგებაში, ანუ აი მარტო გულის მოგებაში კი არა, აი კეთილგაწყობა გინდა მოიპოვო ვიღაცის, მაგალითად გამომცდელის ან არ ვიცი ვიმის. და მნიშვნელოვანია თუ არა რომ ეს ღიმილი იყოს გულწრფელი, რადგან ჩვენ არა მნიშვნელოვანი. არა, ჩვენ ვიცით რომ ადამიანის გონებისთვის, ანუ მე თვითონ როცა ვიღიმი, ეს ღიმილი არის ნამდვილი თუ უბრალოდ ვაიძულებ ჩემ თავს გავიღიმო, ჩემი ტვინი ამაზე რეაგირებს ერთი და იგივენაირად, ანუ დადებით რაღაც ჰორმონებს მაინც გამოყოფს. და აი სხვის შემთხვევაში, ხო, სხვის შემთხვევაში როგორ ხდება? გეტყვით როგორ არის, პირველ რიგში არის 9 სხვადასხვანაირი ღიმილი გამოყოფილი. აი როგორი და როგორია საინტერესო. ეს არის გულწრფელი ღიმილი, ეს არის დაძაბული ღიმილი, ეს არის ირონიული, ეს არის აგრესიული, ეს არის სიმწყლის ღიმილი. ანუ ბევრნაირი ღიმილი არსებობს საერთოდ. სიმწყლის ღიმილი როგორია? სიმწყლის ღიმილი ეს არის დაძაბული ტუჩებით, გაწელილი დაძაბული ტუჩებით და ეს ფაქტიურად არის სიგნალი იმის, რომ მე მინდა შენზე ძალიან გაუბრაზდე, მაგრამ მე ამისგან თავს ვიკავებ. მე შეიძლება ზისხსაც გამოხატავდეს, აგრესიასაც გამოხატავდეს, კი და ნუ ამის მაგალითები გვაქვს, როგორც მაგალითად ირონიული ღიმილი, ხო? ის ერთდროულად გამოხატავს გაღიზიანებას და გაფრთხილებას, რომ შეწყვიტოს მის მიმართ ასეთი ხუმრობა, ხო? ინტერნეტში ასეთი რაღაცაც ამოვიკითხე, როცა მარჯვენა ტუჩით ეღიმება ადამიანს, ეს სულ სხვა რაღაცას ნიშნავს და როცა მარცხენაც ის სულ სხვაასო. მე მგონი უფრო სანდოა, როცა მარცხენა ტუჩი უფრო გეტყვით როგორ არის, როგორც წესი, ანუ ირიბი, რომელსაც ირონიულ ღიმილსაც ვეძახით, უფრო ცალმხრებია. თუმცა ბუნებრივადაც არსებობს ბუნებრივად ცალმხრები ღიმილი და ცნობილია, რომ მარცხენა მხარე ადამიანის სახის უფრო მეტად გამომხატველია, ვიდრე სახის მარჯვენა ნაწილი. ფიქრობდი სხვათა შორის, როცა ესე ცალი ტუჩით ვიღები ნეტა რომ დააკვირდით საკუთარ თავს, კი, ანუ მარცხენა და არის ლიტერატურა, ანუ მარცხენა უფრო გამომხატველია სახის ნაწილი, ვიდრე მარჯვენა და ეს იმას მიაწერენ, რომ
ჩვენი ჰემისფეროები ხო სხეულის სხვადასხვა იმას აკონტროლებენ სხვადასხვა ნაწილს და მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა ნაწილს და პირიქით მარჯვენა ნაწილს. ადამიანის ღიმილის მიხედვით, აი რა შეიძლება ამოიცნო მის შესახებ, მის ფსიქოტიპზე თუნდაც. ადამიანის ღიმილის მიხედვით შეიძლება გამოიცნო რამდენად ღია, რამდენად მართლა იღიმება თუ არა, ანუ გულწრფელ ღიმილს ყოველთვის ახლავს თან გარკვეული აი თუ ადამიანი ძალიან გახსნილად იცის ხარხარებს. ბატონო, თუ ადამიანი ძალიან გახსნილად იცის, უნდა იცინოდეს მისი თვალებიც. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ეს ნიშნავს იმას, რომ ის გახსნილი ადამიანია ცხოვრებაში და მისი ნდობა შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მომენტში ის საკმაოდ გახსნილია, ხო? საერთოდ როცა ადამიანს შეუძლია, რომ ღიად იცინოს, ეს ნიშნავს გარკვეულწილად მის გახსნილობას, იმიტომ რომ ჩაკეტილი ადამიანი ძნელია საერთოდ გააღიმოს. და თუ დაძაბული აქვს ღიმილი და ვთქვათ, იმალება კიდეც ღიმილის დროსაც ცდილობს სახეზე ხელი აიფაროს ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ან მორცხობის ნიშანია, როდესაც ღიმილს იკავებს ადამიანი, ან იმის ნიშანია რომ არ სურს იმ მომენტში გაღიმება, ან შებოჭილია და არ შეუძლია უბრალოდ ემოციების თავისუფლად გამოხატვა. ამას თავისი მიზეზია პიროვნული, რატო ყალიბდება ადამიანი ან ღია ადამიანად, ან ჩაკეტილ ადამიანად, ან მორცხვად და ასე შემდეგ. თუმცა ხა ისე ამ სიმეტრიულ ღიმილს რო დაუბრუნდეთ, არსებობს კიდე რაღაცა სხვაობები ქალებს და მამაკაცებს შორის. ანუ ქალები თითქოს უფრო გამომხატველები არიან. აი, სხვაობა შენიშნა. ქალისთვის ღიმილი, არის პროფესიული ღიმილი, მაგალითად. მანიპულირების საშუალებასაც წარმოადგენს. აი, მაგას ვეკითხებოდი, აი, პროფესიული ღიმილი გარდა ამისა, აი, როცა იცი რომ შენ პროფესიის ნაწილია რომ ვიღაცებს დადებითად მოახდინო, აი, მაგალითად კეკელია რომ მიღიმს, როცა რომ ნახა ღიმილი და ისე მიღიმს დამუშავებული ღიმილი. კეკელია სად დამუშავებული ღიმილი, თვითფასდელი მაყურებელი. ნუ იხელოვნები, ხელოვნები დამუშავებული კარგადაა, ერთ-ერთი კატეგორიულად ვერ გეთანხმებ. მაცადე, ამას ვიცი იცინის, მე რაც ვიცი. ხო და მე მაგაშია საქმე. და სულ გაღიმება. ანუ იმდენად შილშია ხო რადიოში სხვა ჩანს არა, რადიოში რომ მუშაობდა, იყო ესეთი დამწუხრებული რაღაცა თავით კიოდა რაღაც არ ჩანს თან და გახსნიდა მიჭერდა გახსნა ღიმილით მეუბნები გოგო არ ჩანხარ არა და ნუ მაინც ესაა თავისი ემოცია მოდის ღიმილის სულ რო არ ჩანდეს მეც ხმაში ეტყობა რა ჭვიანი გოგო ხედა რა კარგად ღიმილი ხო თალკე არ შეიძლება განვიხილო აი ამ გოგონას წესი ანუნა ხო ქვიანი ანუნასაც აქვს ეს რაღაც იმ გზაზე დგას რამდენი წელი ხარ 19-ის. ჰა? 19. ხო, აი უკვე შენ გზაზე დგახარ და კაშკარად ეს მიდრეკილება რომ პროფესიული ღიმილი ქონდეს. არა, ეს თქვენი პროფესიის ნაწილია ბუნება. რაც კარგია. რაც აუცილებელია. კარგია, ცუდია, მაგას თავი დავანებოთ, არა. პროფესიის ნაწილია ეს, იმიტომ რომ თუ არ იღიმია რა, პროფესიულად. ყურებს რაღაცა ესეთ კეთილგანწყობას იმსახურებს. Yes. ჰა, გააგზავნე. ძვერ ჩამოშვებული წამყვანი ჩემტერსო გვანცა გვეხმარება ზემოდან. იმატონო. გვანცა რო გვეხმარება. ღიმილი და სიცილი არის აუცილებელი ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმისთვის. ვინარჩუნებთ კანის კარგ მდგომარეობას, ფილტვების და ბევრ რაღაც დადებით თვითონ მიმიკური ნაოჭები რო ჩდება ღიმილის დროს და შენ ამის გეშინია. არა, მე არ გეშინია. მიმიკური ნაოჭები ნამდვილად ჩნდება, იმიტომ რომ ღიმილის დროს ჩართულია ადამიანის სახის 17 კუნთი. თუმცა აი როცა ძალიან გულით იცი. ძალიან გულით როცა იცინეს, ამას 300-მდე კუნთია ჩართული. 80. 80. შე რაღაც სხვა ცხოველზე მე რაღაც დეზინფორმაცია. თუმცა ეს ღიმილი საერთოდ კეთილგანწყობისთვის არის, ხო? დამცველობითი ფუნქცია აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენს მიმართ კეთილგანწყობილი ვარ. მოსალმების დროს გიღიმით, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მე არა ვარ მტრული განწყობით თქვენს მიმართ, პირიქით, ხო? რაღაცა დადებით ემოციას ვასხივებ და იგივეს მიღებამ სურს. ანუ ამას რაღაცა ესეთი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს ამ თვალსაზრისით, გაცვლითი კომუნიკაციური მნიშვნელობაც არავერბალური, იმიტომ რომ ხშირად ჩვენი სხეულის გამომეტყველებით, მიმიკით, სხეულის პოზით უფრო მეტ ინფორმაციას გადავცემთ მოსაუბრეს, ვიდრე იმ სიტყვების საშუალებით, ხმის ტონის საშუალებით უფრო მეტ ინფორმაციას გადავცემთ, ვიდრე თქვათ იმ შინაარსის იმით, რასაც ვამბობთ და ეს არაგულწრფელობა, ინტუიტიური ცოდნა ამის შესახებ ყველას გვაქვს, ხო? ქვეცნობიერი ცოდნა და ამოცნობა ამ მიმიკების ყველას შეგვიძლია, ამიტომ აი მეორე უკიდურესობაც
არსებობს, აი რასაც იგივე შალვაც მე მგონი დამეთანხმება, ხშირად არის რომ მაღაზიაში შედიხარ და გიღიმიან ხელოვნურად, იგივე სტიუარდესას ღიმილი ახსენე ცოტა ხნის წინ შენ ფიქსირებული. ხო, ესეც არის, ცოტა გამაღაზი. თქვენი ქვეცნობიერი ცნობს რომ ის არის ყალბი ღიმილი, ხო? თუმცა საქმეც მაგაშია, რომ ისე მაგრა უნდა ქონდეს ეს დამხეცებული, რომ მაყურებელს, მაგალითად, ტელემაყურებელს ეგონოს, რომ კონკრეტულად იმას უღიმე. ანუ რა არის ეს ტელემაყურებელი, ტელეწამყვანი ხალი, რითი გამოირჩევა ტელეწამყვანი მამაკაცთან. ჩემი აზრით, ეხლა გამესევიან ფემინისტები და ჩამქოლა. შალვა მეც აქვს სხვათა შორის. შენ ფემინისტი არ ხარ. ფემინისტი არ ვარ, მაგრამ ძალით ვერ ვიღიმი ვერასოდეს. ჰა? ძალით ვერ ვიღიმი ვერასოდეს. ხო და აი ცუდია სხვათა შორის. ეგ არის ცუდი, მართლა. ანუ ხალი წამყვანისგან თუ იღიმის და კარგად ლაპარაკობს, უფრო ასატანია რაღაცა იმის თუნდაც ისულე. ეგ არ მიფას. აი როგორ ვარ. არა, ჩემზე მაგას ვერ. არა, შენ არა, კაცო. არა. ანუ მე რო ეხა ვიღიმო და რაღაცა ეგ დიახ ძირფასო ტელემო. ესეთი როგორ? არა, მე როგორ მოგიხარ? შავი დატო. ისერები როგორ ზამბობენ. გამარჯობა ძირფასო ტელემო. ამინდი რო წავიყვანო შეიძლება? აბა წადე. აბა ერთხელ წადოთ. ეს ექსპერიმენტების გადაცემა გვაქვს შალვა, რასაც გვინდა იმას ვიცი. მოიწყინე ისინი. ჩემი სტუმარი აღარ იღიმის რა შეასრულე. აი როგორ არ ვიყივი. აი გაიყივა. სპეციალურად. ამბობენ რომ შეიძლება კარგი განწყობა, აი ძალიან ცუდ ხასიათზეც რომ ვიყოთ, შეგვიძლია გამოვიწვიოთ ღიმილით. ანუ ძალიან ცუდად არის თქვათ საქმე, მაგრამ დავიწყოთ პირველი ნაბიჯი სწორად იყოს ღიმილი, იმისთვის რომ შემდეგ აი ბედნიერების განცდა მოვიდეს, შემდეგ წარმატება მოვიდეს, შემდეგ ყველაფერი შემოbrunდეს დადებითისკენ. რამდენად აი ყოფილა ასეთი შემთხვევა, თქვათ თქვენი შემთხვევა. ყოფილა ხშირად სხვათა შორის. ან რაღაცა დაძაბული სიტუაცია ყოფილა, მაგრამ იმდენად თუნდაც მე, თუნდაც ჩემს მეგობარს მოუხერხებია ისე, რომ ამ სიტუაციაში თუნდაც გაბრაზებული რო ყოფილვარ, მე უცბად ესე მეღიმება და სიცილში გადადის და მე გავიწყდება. ნუ თუ რაღაც დიდი წყენა არ არის. აი თქვენ როგორ ხსნით ფსიქოლოგები? ფსიქოლოგები ესე უყურებს. და ეს ტრენინგი საერთოდ ღიმილს ღიმილო ტრენინგი. ღიმილო ტრენინგი. ქეთიმაც ახსენა, საკითხის წინ უნდა დადგე დილას, გაუღიმა შენ თავს, მე გაუცინო, მე გადახვიდე ხარხარში და საყოველთი ასე 10 წუთი. 10 წუთიო. ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ვაკონტროლოთ, ხო, ჩვენი გუნებგანწყობა, ემოციები, ხო? ერთ-ერთი თქვენ შემოგთავაზეთ, რომ ეს არის გაუღიმოთ, ვიფიქროთ კარგზე, დილიდან შევიქნათ კარგი განწყობა და ასე შემდეგ. რასაც ჩვენი სტუმარი ლაპარაკობდა, ახლა რომ ხანდახან არის რომ დაძაბულია სიტუაცია, სწორედ სიცილი ხშირ შემთხვევაში ემსახურება ამ დაძაბულობის განმუხტვას. პირიქით, ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ყველაზე მეტად ჩნდება ზოგჯერ გონება מחვილური, ზოგჯერ ესეთი ანეკდოტური ან რაღაც შეუსაბამო კომიკური ერთმანეთთან ფიქრი, აზრი აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ ეს არის ერთ-ერთი პრობლემის მოგვარების საშუალება, ამ დაძაბულობის, რომელიც ადამიანებს შორის ჩნდება, განმუხტვის საშუალება. ასევე ადამიანისთვის ეს არის რაღაცა შინაგანი კონფლიქტებისაგან განთავისუფლების საშუალება, ხო? ამბობენ რომ ღიმილი და სიცილი არის ტკივილგამაყუჩებელი, ასევე ძალიან კარგად მოქმედებს იმუნიტეტის ამაღლებაზე. კი ბატონო. და კიდევ ძალიან კალორიების დაწვას უწყობს ხელს. ხო, და ეს ყველაფერი მითებია თუ რეალობაა ერთი სიტყვით რომ იცით რა? კი ბატონო, ეს ყველაფერი არის რეალობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს სიცილის დროს ადამიანის სუნთქვის რიტმი იცვლება, ამ დროს ადამიანი ჩაისუნთქავს გაცილებით დიდი რაოდენობით ჟანგბადს, ამას თუ მიუმატებთ ის, რომ ემოციურ განმუხტვაში ეხმარება ადამიანს, შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ დაძაბულობა ორგანიზმში კუნთური ნაკლებია, სისხლით უფრო მეტად მარაგდება ჩვენი, ასე ვთქვათ, ორგანოები, კანიც მათ შორის, რომელიც უფრო ახალგაზრდა რჩება და ეს მიმიკური ნაოჭებიც აღარ არის უკვე მისთვის საშიში, ნაკლებად საშიში ხდება. და შესაბამისად უფრო ჯანმრთელია და რაც შეეხება თვითონ ამ ტვინში მოქმედ მექანიზმს, ამ დროს გამოიყოფა ნივთიერება ენდორფინები, რომლებიც არის ცილაფერმენტები, რომლებიც არის ბედნიერების ჰორმონი და რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებთან თავისი ფორმულით საკმაოდ ახლოს არის და ამიტომ შესაბამისად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც რა თქმა უნდა აქვს. ხოთა შორის ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, როცა მარტივად ეკითხებოდნენ რა ვქნათ ახლა, გავიღიმოთო. რა თქმა უნდა. და გავიღიმოთ და დავუშვებოთ აქვე ჩვენს მაყურებელს, რომელმაც გვიყურა და გვისმინა 2 საათის განმავლობაში დროებით ხვალამდე.
გადაიფიქრე ამ იდის წამყვანობა? ვიღიმე მაცადა. ღიმილ დონშტო. სულ სხვა სტუმრებით და სულ სხვა თემებით უკვე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.